ჩვენ საკეთებელსაც და ჩემ საკეთებელსაც ჩვენ ძმობის სიწმინდა ჯობია მუშნი. ის რაც ახლა ამ ქვეყანაში ხდება, ამ ფრაზაში რჩება საკეთებლები დამთავრდება. და მე შესახედი გვექნება ერთმანეთისთვის. ნახეს მსოფლიო ინტერნეტამდე, მაგრამ კარგად აიცის ეს ციფრული ეპოქაც. შეყვარებული სად გაიცანი? შეყვარებული გავიცან ჩემ უნივერსიტეტში ფსიქოლოგიაზე სწავლობდა. მე ასე ცხოვრებას თუ გავაგრძელებდი, აზრი მქონდა ხა მე გულით ამემართებოდა რამე თუ ემოციურად ან და დავანებე ყველაფერსთან. აგერ ბატონო, ბურთი, მოედანი, რატოვის ზოგჯერ ესე მაყვარან ცხოველად არ ვიცი. გამარჯობა, მე ვარ ეკა ხოფერია და ჩვენ დავიწყეთ შეხვედრების ახალი სეზონი. აი ამ წუთისთვის ჩვენს გადაცემას შეხვედრები ეკა ხოფერიასთან ერთად YouTube-ზე ყავს 1100 გამომწერი. ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა თითოეულ ჩვენს გამომწერს და თქვენ გვაძლევთ საშუალებას, რომ ვაკეთოთ ისეთი გადაცემები, რომელიც იქნება თქვენთვის სიახლის მომტანი, რომელიც იქნება საინტერესო. და მართლა ვისაც გსურთ, რომ ჩვენი გადაცემები გაგრძელდეს, მინდა მოგიწოდოთ, რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი და ჩვენი გადაცემა, რომელსაც ჰქვია შეხვედრები ეკა ხოფერიასთან. დავიწყეთ პირველი გადაცემა. კეთი, რატო გამლახავ? ესე იგი, ვინ თუ არა ჩემთან, სად შეიძლება გამოჩნდეს შენ თუ არა? არა, კაი, ყავა გამიკეთე. ეს არის ბატონებო და ქალბატონებო კეთი, რომელიც მე რო პირველად ნახე, აი ქართულს რა თქმა უნდა, მაგრამ აი იტალიელ გოგოს მივამსგავსე, როგორ გამოიყურება. კი, მოდით დაენახე ადამიანებს. აი ნახეთ. რამდენი წლის ხარ? 59 წლის. როგორ ნახავ? როგორ? ისი დამსახურება. ხო, შენ ცოლი მაინც არ იკეთებს. ეგ ძალიან მნიშვნელოვანია, წავიდა, გაიქცა. გაიქცა. აი, მოკლედ, ერთი წამით, ეხლა მე ჩემ ტელეფონს მოვიტან და პრინციპში მე მგონი დავიწყოთ ჩაწერა. და პირველი სტუმარი არის ზვიად გორძაძე. ეხლა რამდენი რამ უნდა ჩამოვთვალო, ხო, მაგრამ ჩემთვის პირველ რიგში ზვიად გორძაძე არის კარგი ადამიანი და პროფესიონალი. შენ აი რომელს პროისურვებდი, პროფესიონალი, კარგი ადამიანი? საბოლოო ჯამში მაინც კარგი ადამიანი. სუპერად. პროფესია მაინც შენთვის არის და საზოგადოების გარკვეულ ნაწილისთვის ადამიანის კარგი ადამიანი ყოველთვის უნდა არის. ხო, იმიტომ თუ კარგი ადამიანი არ ხარ, კარგი პროფესიონალი ვერ იქნები. მე და ზვიადი დავიბადეთ ერთსა და იმავე წელს, 1972 წელს, აპრილი, ივლისი. მე და ზვიადმა დავამთავრეთ ორივე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იურიდიული ფაკულტეტი, ფილოლოგიის ფაკულტეტი. მე და ზვიადი ეხლა უკვე ვართ მეზობლები, ვცხოვრობთ ჩვენ საყვარელ შინდისში და პირველ ეს თქო გზამკვლევები არიან გორძაძეები და ხუჯაძეები, მე შემდეგ შევუერთდი. და მე მგონი ჩემი პირველი ერთ-ერთი რეპორტაჟი და შენი პირველი ერთ-ერთი საქმე, მოკეთ მე რაღაც მახსოვს და სადღაც დასაწყისში იყო, მაგრამ მე გახსოვს შენ ისა? უბრალოდ საქმე იყო ჩემი პირველი საქმე და შენთან ესეთი პროფესიული გადა 2001 იყო თუ 2 წლის საუკეთესო ადვოკატის ის რაღაცა მივიდა და სტუდიაში მომიწვევ თანხმდი შენ. ხო, მაგრამ მე იქამდე მახსოვ ხარ პროცესზე შენ. პროცესზე ჩეხებაც გქონია. ხო, ორივე პერიოდულად ხუმრობა იქით იყოს. ვждებით დიეტაზე. მე ვარღვევთ, მე ვждებით, მე ვარღვევთ, მოკეთ ბევრი რამ გვაქვს საერთო და ახლა უკვე ორივეს გვიყვარს ძალიან. მე ეხლა შემოვერთდი ამ არმიას ძაღლები და ამაზეც ვილაპარაკე. ეხლა ნახე. ჩვენ ვართ Generation X. ChatGPT-ს ვკითხე, რომ მეთქი ხა მაინც რა ახასიათებს ამ თაობას. მოკეთ. ეხლა ეს გავზარდო, იმიტომ რომ ისე რა ქვია. დაბადებულები 1965-1980.
თქვენო კარგ პერიოდში ხართ, სადღაც შუაში ხართ, თუ რა ვიცი, ესე გვეუბნება ეს ამბავი. აი ესეთი რა. ხო, აი უკვე რომ ისიცი და ჯერ იქამდე არ მისულ ხარ და აი ესეთი ხარ. ძირითადი თვისებები, მოკლედ აი ამ პერიოდში დაბადებულების. დამოუკიდებლობა, პრაქტიკულობა, ადაპტაციის უნარი. ნახეს მსოფლიო ინტერნეტამდე, მაგრამ კარგად აითვისეს ციფრული ეპოქაც. ხშირად უწოდებენ ხიდის თაობას ბუმერებსა და მილენიალებს შორის. აფასებენ ბალანს, მუშაობა მნიშვნელოვანია, მაგრამ პირადი ცხოვრებაც მთავარია. რეალისტები არიან, ზოგჯერ სკეპტიკოსები, მაგრამ ყოველთვის პოულობენ გამოსავალს. ბატონი ნიკუშა ნიკოლოზი კორძაძე, რომელიც ჩამოვიდა ნიკუშა სასწავლო ჰოლანდიიდან ჩამოვიდა დაამთავრა მაგისტრატურაც და მალე გადასცა. რამდენი წლის არის ამასობაში? 23. გუშინ წინ გახდა 23-ის, ხო. მე, ნამდვილად მახსოვს, აი მართლა ეს ალბათ ბევრჯერ მახსოვს, როდესაც მომეცით ახლა მიკროფონი, იმიტომ რომ ბიჭებო, როგორ რაღაცაა, იცით, რომ ნიკუშა კი შეგვპირდა, რომ მეო მოვალო მალეო, მაგრამ მე ხო ვიცი, რომ არ მოვა. მე ხო ვიცი, რომ ეცდება, რომ არ მოვიდეს. ხო და ეს არის ნიკუშა და ეს მშვენიერი გოგო ჩემი შეყვარებულია უნგრელი. ესე იგი სრული, რა ვიცი, სურათი, არ ვიცი, ზვია ძალიან გამიმართლა, მართლა ძალიან ბედნიერი ვარ, ჯერ ხო, იმიტომ რომ მეგობრის ქორწილი ჰქონდა, სადაც მეჯვარე იყო და ეჯინეთ ჩამოვიდა მაგ ქორწილისთვის და ხო ერთად არის. კაი, ნიკუშა. ეხლა შენ დაამთავრე მაგისტრატურა, ჩამოხვედი საქართველოში, ჩამოხვედი? არა, ახლა ვარ ცოტა ხნით ჩამოსული და მე ბრუნდები ისე. მე მიდიხარ და მიდიხარ. მივდივარ, არა მთლად. მაგრამ რაღაც პერიოდით, აი, რა გეგმები გაქვს ახლა შენ? ახლა ვაპირებ, რომ მუშაობა დავიწყო იქ ჯერჯერობით, გადავალ წლები იქ არის შესაძლებელი, რომ მოქალაქეობა აიღო 5 წელი თუ იქ იქნები. და უკვე 4 წელია იქ ვსწავლობ და კიდე თუ ვიმუშავე, კიდე რომელ ქალაქში ხარ? ახლა მაასტრიხტში ვარ, მაგრამ მუშაობა დიდი ალბათობით ამსტერდამში. იმედი ვიქონია მანძილები დაბრუნდებიან. მე როდესაც ამის ხნის ვიყავი, ქუთაისში მშობლები რომ ენახა 4 საათი უნდა და ზუსტად ჩასვლას და ეხლა 4 საათში ხარ ევროპიდან თვითმფრინავით, ასე რომ მისვლა მოსვლა არ არის პრობლემა, აქეთ-იქეთ ახავს გამოცდილებას და მე თვითონ გადაწყვეტს. ნიკუშა, იურიდიული დაამთავრე, ეს ყველაფერი ვიცი, რომ ეს იყო შენი არჩევანი. ეხლა იცი რა მაინტერესებს? აი, შენ აქ არ გისწავლია. ამიტომ ესეთ შედარებას ვერ გავაკეთებთ, მაგრამ აი მაინც თუ შეგიძლია, აი ძალიან მოკლედ მითხრა, რომ აი რა მოგცა იქაურმა განათლებამ, ანუ აი რით არის ის შენთვის ესეთი ფასეული, სწორედ შენი პროფესიის კონტექსტში. ჩემი ახლო მეგობარი სწავლობს აქ იურიდიულს და ხშირად მიყვება ხოლმე როგორია აქ სწავლა და ბევრ განსხვავებას ვხედავ ნამდვილად. იქ ბევრად უფრო პრაქტიკა, გამოყენება, სულ კაზუსებს ვაკეთებ. აი მაგალითად პრაქტიკა რა როგორ? აი ამ მომიყევე ერთი პრაქტიკა. აი მეორე და მესამე წლის ბოლოს რო ვსწავლობდი, ორჯერ მქონდა, ესე ქვია moot court, სადაც დავიყავით გუნდებად და სიმულაცია გავაკეთეთ ესეთი პროცესის, მთელი ყველაფრის მოძიებით, მე იქ რამდენჯერმე პროცესი გქონდა და ყველაფერი მთლიანად პრაქტიკაში რო გამოვიყენოთ. ჩვენ ცოდნა რას ვისწავლეთ ეგ წელს. ხო, მეც ხო უყურებ ახლა, მეც ვასწავლი აქ. ეს მუთქორთები აქაც არის. უბრალოდ განსხვავება ის არის ჩვენ სისტემებს შორის, როგორც ვატყობ, რომ ჩვენ ჯერ თეორიულ ნაწილს ვასწავლით და მე გადავყავს პრაქტიკაზე. პირველივე წლიდან სწავლის გამოყენების სიტუაცია შეიძლება ეს ამ უნივერსიტეტის კონკრეტული ისიც არის, რა ქვია, სპეციფიკა, მაგრამ მე მიმაჩნევ ძალიან დადებითი. როგორ არის უკვე ცხოვრების პირობები გულისხმობს შენ როდესაც ამთავრებ მაგისტრატურას, შენ ხა გაქვს ვიზა, ხო? რა ქვია ამ ვიზას? სტუდენტ ვიზა გაქვს ახლა, მაგრამ ეს მთავრდება, რადგან შენ დაამთავრე მაგისტრატურა. კი, სტუდენტ ვიზა მთავრდება ახლა ნოემბერში. და ძალიან კომფორტულად აქვს მოწყობილი, შეგიძლია მე აიღო ერთწლიანი ვიზა, რომელსაც ეძახიან ესე ფიქრის ვიზას. როდესაც ერთი წელი გაკრო, ეს ერთი ფიქრის ვიზით ვივლიდი ბევრ ქვეყანაში. ხო, მაგრამ ერთჯერადი ერთწლიანი ფიქრის. მაგრამ ის პლუსი აქვს, თუ გამოიყენე და მაგალითად ბაკალავრი დაამთავრე, გამოიყენე ეს ერთწლიანი, შემდეგ მაგისტრატურა თუ გააკეთე, კიდე ახლიდან შეგიძლია გამოიყენო. ანუ დიდ დროს გაძლევენ საფიქროს, რომ იპოვო და მოერგო. ხო, სირთულე რაშია? აი ეხლა უკვე შენთვის აი
დასაწყისში რა იყო, ნუ ალბათ ადაპტაცია როგორც ყველასთვის. აი, ეხლა არის რამე სირთულე შენთვის? სირთულე არის ჰოლანდიურის არცოდნა. მიუხედავად იმისა, რომ კი სწავლობდი ჰოლანდიურს რამდენიმე წელი, მაინც იურიდიული ტერმინები რო არის, ის ყველგან ითხოვენ ჰოლანდიურს, რომ native speaker-ი იყავიო. და მაგიტო სამსახურში აყვანა უფრო რთულია, როდესაც ჰოლანდიური არის. და ახლა შენ უნდა ისწავლო ჰოლანდიური თუ იცი? არა, ჰოლანდიური ვიცი მე აორდონეზე მხოლოდ, მაგრამ ახლა უფრო international სამსახურზე და სადაც ინგლისური დააკმაყოფილებ და არა მარტო ინგლისური, რუსულიც ვიცი მაგალითად და ეგეც დიდი პლუსია, მაგრამ მაინც ჰოლანდიურს არ ცოდნა ბევრს არ მოწონს და მაგიტო ეძებენ კონკრეტულ მოსწავლეებს, რომლებმაც ასევე ჰოლანდიურად ისწავლეს. შეყვარებული სად გაიცანი? შეყვარებული გავიცან ჩემ უნივერსიტეტში ფსიქოლოგიაზე სწავლობ და მეგობარმა გამაცნო. რამდენი წელია რაც ის? 2 წელია უკვე. ერთად. ამასობაში. სხვათა შორის რა მომწონს? არ ვიცი, თქვენ თაობას ქვია ჩვენ ვართ Generation X და თქვენ Gen Z ვარ. Gen Z-ს რა მომწონს? ძალიან სტაბილურები ხართ იმაში ურთიერთობაში. ხო, იციან, რატო იციან რა უნდათ და იმ კონკრეტულ სიტუაციაზე. ჩვენ ისეთ დიდხნიანი და ისეთ სტაბილური და სუძებნა ვიწერდა რა ხდება. ესენი კონკრეტულები არის. ხო. It's your first time in Georgia? No, this is my third, I think, or fourth maybe. Oh, yeah, you're practically Georgian. Yeah. And the city, I really love this city. In Hungary, I never really grew up near the big cities, so it's pretty new to me to be constantly nearby the biggest city in the country. So I really enjoy just going there and seeing everything and seeing all the historical places. Can you imagine your couple, for example, in 10, 20 years? You were here in Georgia or you were in Europe or I've said it multiple times that I can imagine being here in Georgia because I really like the country, I really like the people and just the culture and everything. So I would be very open to being here. შენ როგორ უყურებ AI-ის და თაობის ამ ურთიერთობას? აი რას უნდა ველოდოთ? აპოკალიფს თუ გლობალურ რაღაც? არ მგონია მაგამდე მივიდეს. ჩემი აზრით შეიძლება AI-ზე ისევე დამოკიდებული გავხდეთ, როგორც ახლა ტელეფონზე ვართ. აი ხა ჩვენ ხო არ წარმოვიდგენთ რა ადრე რომ აი ესე ტელეფონზე შეიძლება ესეთ მნიშვნელოვანი რამე იყოს ჩვენ ცხოვრებაში. AI-ით შეიძლება ესეთი რამე გახდეს. ჩემი აზრით არ უნდა დააჩქარონ ეს პროცესი, იმიტომ რომ მე ზედმეტად დამოკიდებულება უკვე თავის პრობლემებს მოიტანს, მაგრამ უნდა ნამდვილად გამოვიყენოთ ხელსაწყოდ რომ დაგვეხმაროს, იმიტომ რომ რეალურად კარგი რამეა, ძალიან შეუძლია დაგვეხმაროს AI მაგითაც. კარგი რამე რო ამბობს როგორი ღიმა, იმიტომ რომ ესენი მართლა სხვანაირად იყენენ. ჩემ თანამშრომლებსაც ხო უყურებ ამის თაობისას. იმას, რასაც 10 და 20 წლით უფროს თანამშრომელი მთელი დღის განმავლობაში წვალობს, ის 20 წუთში აკეთებს AI-ს და ჩვენ პროფესიაშიც. თუ დაიხმა ძალიან ბევრი რამ უნდა გვასწავლონ და რეალურად რომელიღაც გადაცემას უყურე და სტუმარი ამბობდა რომ რეალურად ჩვენ ახლა ვცხოვრობთ უკვე სრულიად ახალ საუკუნეში, უბრალოდ ჯერ ვერ ხვდებით, იმიტომ რომ იმდენად შემოსულია ეს AI და ჩვენი თაობა ცოტა ჩვენს მე რაც მეტად უფრო აუწყობთ ფეხს, ალბათ მით უფრო კარგი. დიდი მადლობა. მე მაინც ესეთი ტრადიციული ქართული გოგოთი ქალით უნდა დავთვალე, მოკლედ თუ ერთი რამ ზუსტად ვიცი შენ შესახებ, რომ როცა შენ დაგეკმავ, რა თქმა უნდა, ქორწილი გექნება, ზუსტად ვიცი რა ღვინო ექნება შენ სახლში, რომელი კომპანია. აი ეს ზუსტად ვიცი ბარბალეს მარანს ძალიან ახლოს. სხვა ღვინოს არ მოიტანს. რას ლაპარაკობ? გაგაცნობთ გადაცემის ბოლო ნაწილში. მადლობა. ეს ცოტა ბარბალეს გავს არა რაღაცით, ხო? ხო. ეს ცოტაშორის მიყვარს, იმიტომ რომ ძალიან დიდი ხანია გვაქვს და მოყვება სხვადასხვა სახლიდან სახლში გადადის, გადმოდის და სულ რაღაცა საბოლოო ჯამში ახლა მართლა ბარბალეს ეს ვისი ილუსტრაციებია? ლადო გუდიაშვილი. ესენი კი ბატონო. ფანტასტიკური.
სულ მომწონდა, სულ მიყონდა, მაგრამ ეხლა უკვე გადაცემასაც გაცდა, ალბათ გალერეასაც გავაკეთებ, იმიტომ რომ იმდენი დამიგროვდა შეძენილი, მათ შორის ისეთი მხატვრებიც მაჩვენებია, იმიტომ რომ ხედავ რამდენიმე ძალიან საინტერესო ნამუშევრებს. აი ეს ჩუჩიკა არის. ჩუჩიკა. ეს ელენე ახვლედიანია. ესეც ელენია. ეს პიკოს ნახატია. ეს არის პიკო. ეს პიკო. კი ბატონო. ეს ჩავარაზია. ეს ჩახოვიანია. ეს რადიშტოდია. ანუ ასე ვთქვათ, კარგი მხატვრის თითო რაღაცეები რომ მქონდეს, აი ეს არის ხა აქეთ ეს არის ახალგაზრდა მხატვარია ჭაბუკიანი, რომელიც მე ძალიან მიყვარს და რომელსაც ძალიან ბევრი ნამუშევარი მაქვს მე მისი, იმიტომ რომ წერაც, გრაფიკაც, თოფურიას ნამუშევრები, რომლებიც უფრო ცნობილია როგორც ვთქვათ მოქანდაკე, მაგრამ ძალიან გარდაიცვალა საკმაოდ ჩემთვის ერთ-ერთი ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი მხატვარი ესეც და აი ეს გრაფიკებიც. აი ეს გრაფიკებიც მისია, ეს გრაფიკებიც მიცია და თოფურიას და ეხა ისე მოხდა რომ მე დამიგროვდა და თოფურიას ძალიან ვერ ნახატი, იმიტომ რომ როცა ვნახულობ თოფურიას ნახატს ვერ ჩერდება ყიდულობ, იმიტომ რომ ძალიან უმწოს. ანუ შენი მხატვარია. რაღაცა ჩემი მხატვარია. არია სამშობლოში ვართ, ქალბატონებო და ბატონებო, 100%-ით ნატურალური რძის პროდუქციის წარმოებელი კომპანიის სამშობლოში. ეს სოფელი მენჯი, ადგილი, სადაც საქართველო და ევროპა ერთიანდება. ადგილი, სადაც გნებავთ ერთიანდება სამეგრელო და იტალიური პულია. აქაური მეურნეობა, აქაური ბუნება და იქაური გამოცდილება. ადგილი, სადაც იქნება 100%-ით ნატურალური რძის მეურნეობა. მოდით უფრო დაწვრილებით მოგიყვებით აქაურობის შესახებ. ჯერჯერობით დავიწყოთ იმით, რომ მენჯი მართლაც უნიკალური ადგილია. ეს არის ცნობილი თავისი გამაჯანსაღებელი კურორტით, ის ძალიან პოპულარული იყო ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს. აი ამ სილამაზეში 70 ჰექტარ მიწაზე გაშლილი არის არიას მეურნეობა. და მოდით მთავარ გმირებზე მოგიყვებით. ძროხები, კამეჩები და რასაკვირველია მეგრული თხები. აი ჩემს უკან საგანგებოდ თქვენთვის საძოვრებიდან აქეთ რომ ჩამოვიყვანეთ. არ მოგეჩვენოთ მართლაც მეგრული თხა, რომელიც არის უნიკალური და ამას ადასტურებს არა მარტო აქაურები, არამედ უცხოელი ექსპერტებიც. გაგვიმართლა, იმიტომ რომ ერთ-ერთი მთავარი გმირი ამ აქაურობის დამფუძნებელი ბატონ ლევან გალგებელი არიას ფერებში. არა, გავარჯობა. შევთხებით. ორი სიტყვით უნდა გითხრათ ისტორია. აქვე უნდა ვთქვათ, ბატონო და ქალბატონო, ბატონ ლევანი ერთ-ერთი დამფუძნებელი, ის ცხოვრობს აქ. ო, ბავშვები სკოლაში არ გადმოვიყვანე. ყველა პროცესი შენ თვალწინ უნდა მიდიოდეს. ბევრ პროცესში შენ თვითონაც უნდა მიიღო მონაწილეობა, იმიტომ რომ სტიმული არის ადგილობრივი მუშახეების დრო. შენც რო ფიზიკურად მათთან ერთად მუშაობ,ორმაგად უფრო და სამმაგად უფრო გემრიელად აკეთებენ ყველაფერს. რაც უფრო ნატურალურია პროდუქტი, მოგეხსენებათ, ვადავით უფრო ნაკლები აქვს. ძალიან ფართო ცნება, როდესაც პროდუქტის ნატურალურობაზე ვსაუბრობთ, იმიტომ რომ ეს არ არის კონკრეტულად ის, რომ ჩვენ მხოლოდ ვიყენებთ ნედლურ რძეს, პასტერიზებულ რძეს წარმოებისას, მაგრამ პროცესი გაცილებით ადრე იწყება. მაგალითად იწყება იქიდან, რომ საქონელი არის თავისუფალ კვებაზე. გარემოში, სადაც სუფთა ჰაერია, კარგი კლიმატია, მოშორებულია ძირითადი სამანქანო გზისგან, ადგილზე მუდმივად ვამოწმებთ როგორც ტერიტორიას, ასევე რამდენად არის სანიტარული ნორმები დაცული, ჭურჭელი, რომელთაც რძემო გვაქვს, ჩვენს მიერ ხდება გაგზავნა, ადგილზე ვამოწმებთ ლაქტოსკანით, ანუ ყველანაირი ნორმა, რაც შეიძლება იყოს დაცული, არის დაცული. თათა, ამ პროდუქტს ჩვენ ვერ შევინახავთ
რაღაც ვადაზე მეტს, ხო? კი, მალფუჭებადია ეს მალფუჭებადი პროდუქტი და ეს მისი იმიტომ დადების არის სიმხარეა. გასაკვირვებია. კი ბატონო. ამიტომ ეს პროცესი უნდა იყოს დაცული. არ შეიცავს ბუნებრივი არანაირ არანაირ კონსერვანტს. კი ბატონო. არის ნამდვილად 100% ყველაფერი არის 100%-ით ნატურალური, ბუნებრივი, ნედლი, პასტერიზებული რძისგან თითოეული პროდუქტი დამზადებამდე ხდება რძის პასტერიზაცია და შემდეგ პასტერიზებული რძით წარმოება თითოეული ჩვენი პროდუქტის, რეგულარულად უტარდება პროდუქციას საერთაშორისო აკრედიტებულ ლაბორატორიებში კვლევა და სტერილურობა ისეთი, რომ საოპერაციას მოგაგონებთ ჩვენი საწარმო. სულუგუნის სომი უნდა იწელებოდეს 50 მეტრზე მეტს. რომელ ქალაქში იყავით? პარიზში, ხო? ეხლა აქ რას ვაკეთებთ? სამივე მითხავ. ურატას. ჩემი დილა საკმაოდ ადრე იწყება, ჯერ სანამ გათენდება, ესე მიყვარს ესე 6-ის ნახევარზე, 6 საათზე უკვე ვდგები. ჩემს პირველი ურთიერთობა მაქვს ჩემს ძაღლებთან, რომელებსაც მოვიკითხავ და მე ვიწყებ უკვე გააჩნია რა გეგმა მაქვს რა. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მეგრელებზე დგას. თუ ვინმე რამეს ესეთი მშრომელი ხალხი არავის არ ვაყენებ შეურაცხყოფას, მაგრამ სამეგრელოში რო არ ყოფილიყო ეს საქმე ალბათ გაგვიჭირდებოდა რა, იმიტომ რომ ძალიან მშრომელი ხალხია და ძალიან ერთგულები. სამი წლის წინ ვიყავი აქ. რა შეიცვალა? აი რა არის სიახლე, რითიც გინდა რომ შენ დაასრულო ეს ჩვენი ისტორია? ეცა ძალიან ბევრი სიახლე გვაქვს 3 წლის განმავლობაში. ტექნოლოგიურად ძალიან დავიხვეწეთ. ახალი მაღაზია გავხსენით ვერაზე, ტატიშვილის ქუჩაზე. რებრენდინგი განვიცადეთ, და რა ვიცი, ყველაფერი გაფართოვდა ქსელი, ვითარდებით, ვიზრდებით, სახეობები დავამატეთ და მე მგონი ძალიან კარგ პროდუქტს თავაზობთ მომხმარებელს, რაც თავარია ნატურალურს. ასეთი იყო არიას ისტორია ჩვენთან სითიში და ეკახოფერიას შეხვედრებში, წარმატებას უსურვებ ამ ბრენდს. გეტყვით, რომ მენჯიდან პრაქტიკულად ყოველდღიურად დატვირთული არიათი მანქანები მოდიან დედაქალაქისკენ, ბათუმისკენ. და თქვენი დღეები უნდა მოინიშნოთ. თუ გსურს ნატურალური, აქაური წესებით უნდა ვიმოქმედოთ, ვიცოდეთ, როდის არის ახალი სულგუნის დღე, როდის მოდის თქვენი საყვარლის სტრაჩატელა, ასე რომ არიას წარმატებები და მომავალ შეხვედრამდე. პირველი საქმე და მაგალითად ეხლა რომელიღაცა საქმე, რომელიც შენ მიყავს, რა შეიცვალა შენში გარდა გამოცდილებისა? ხო, ჩემი პირველი საქმე იყო რუსთავი 2 პირველად რო გააუქმეს. ორმაში პატარები იყვნენ რუსთავში. ოფისიც ჰქონდათ რუსთავის სასტუმრო რუსთავში და ეგ იყო პირველი საქმე, მე და გოჩას ჰქონდა სვანიძეს ეგ საქმე და მაქედან სულ ისეთ საქმეებში მიწევს მოხვედრა, სადაც რაღაცა ომი ბრძოლა, რაღაცა ისეთი, მაგრამ ამის პარალელურად ახლა ბიზნესთან ურთიერთობა და მუდმივი კლიენტურა, რომელსაც ისეთი ტიპის მომსახურება ჭირდება, რაც მის ყოველდღიურობაში, ამით ესეც განვითარდა. ეხლაც მაგ იმიტომ რომ მგონია, რომ ადვოკატი სწორედ მაშინ ჭირდება ადამიანს, როდესაც ადამიანს ორგანიზაციას, როცა მას უჭირს და როცა უნდა რომ ასე ვთქვათ, როცა დასაცავი თუ არის, ესე იგი ვიღაცა ჩაგრავს, ხო? ან ცდილობს დაჩაგროს, ან მეტად ჩაგრავს, ვიდრე ეკუთვნის კონკრეტულ სიტუაციაში. ამიტომ ადვოკატის ფუნქცია მანდარი. ვიღაცა შეიძლება აღიზიანებდეს, რომ ადვოკატი სულ ესეთ კონფრონტაციულ რეჟიმშია, მაგრამ სხვანაირად შეუძლებელი და წარმოუდგენელია ფუნქციურად იურისტი და ადვოკატი სხვადასხვა პროფესიაა. იურისტი ზოგადი რაღაცაა და იმის შიგნით იშლება ესე ადვოკატი ერთ-ერთ ყველაზე სტრესულ პროფესიათაც ითვლება ბანკირებთან ერთად. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ შეუძლებელია შენ გაემიჯნო შენ საქმეს.
ეს მთელი ეს გადმოდის, შენ ცხოვრობ იმ შენ საქმეში. ცხოვრობ და თან ახლა რამდენიმე თუ გაქვს ესეთი, ცხოვრობ მთელი იმ სტრესებით, რომელიც იმ კონკრეტულ სიტუაციაში არსებობს. იმ მაგალითად რაღაცების სწრაფად ვითარდება შენ კლიენტის გარშემო ცუდად. ანუ შენ იდენტიფიცირება გაქვს, აი იდენტიფიცირება არა გაქვს, მაგრამ შენ თუ არ მიიტანე გულთან მთელი ის ემოციური ფონი, მისი გაჭირვების ხარისხი, ვერ გადმოსცემ და ვერ დაიცავ კარგად. ყოველ შემთხვევაში მე ესე მჯერა. და ამავდროულად მიიტანო გასაჭირო, მაგრამ ამავდროულად დარჩე აი იმ რაღაც მეორე არის რომ დარჩე შენ ობიექტურობისკენ, ადვოკატად, იმიტომ რომ შენ თუ მსმენელმა, ანუ ობიექტურმა გარემსმენელმა, ვისაც აწვდი ინფორმაციას, აგიქვა როგორც ადვოკატი, რომელიც ყველაფერს ისაუბრებს ვიღაცის დასაცავად, მაშინ რა აზრი აქვს შენ გამოჩენას? ანუ თან უნდა შეინარჩუნო ეს ობიექტურობა და თან ბოლომდე უნდა იყო კლიენტის პრობლემაში შესული. რთულია ძალიან, ამიტომ არის რომ ბევრი იწყებს და არ გამოსდის, ანებებს თავს ამ სიტუაციას ვიღაცას ადვოკატობა უნდა, მაგრამ ამას რო შეეხება კი ვარ თავისუფალი პროფესიის ადამიანები, მაგრამ რა ვიცი თქვენ რო გონიათ დანარჩენ სამყაროს რო გონია რომ ეხლა ადვოკატი რაღაცა თავისთვის შეიძლება იჯდეს ღამის 5 საათზე და წერდეს იმ დასკვნით სიტყვას, რომელსაც თქვენში ვიგულისხმე ამ შემთხვევაში არა ჟურნალისტები, არამედ გარე სამყაროს, ისევე როგორც მაგალითად ყველა სტრესულ პროფესიას აქვს ეგ მომენტი, თან ცუდია ის ნაწილი და ის მომენტი, როდესაც ობიექტურ სიტუაციაში არ გისმენენ, როდესაც სასამართლო არ არის იმ დონეზე, რა დონეზეც უნდა იყოს და შენ შეიძლება წინასწარ იცოდე, რომ მთელი ეს შრომა მხოლოდ იმისთვის არის, რომ საქმეში კარგად იყოს ყველაფერი, რომ შემდეგ დაუშვათ სტრასბურგში გამოგადგეს. მე ბევრი მაგალითის მოყვანა შემიძლია შენთან დაკავშირებით, აი ორს მოვიყვან პირადად, ერთმა ჩემმა ნაცნობმა ახლობელმა ადამიანმა მითხრა, რომლის ადვოკატი შენ იყავი და შენამდე ყავდა სხვა ადვოკატი. მე მივხვდი, ეხლა კარგი პირფერები არ გჭირდება, მე მივხვდი, როდესაც ჩემს გვერდით დაჯდა ზვიადი და როდესაც დაიწყო ლაპარაკი, აქ არ იგულისხმებოდა, რა თქმა უნდა, შენი ეს პროფესიული და ჩატარებული და შენი გუნდის მიერ სამსახური, მაგრამ აი ეს ორატორული და გადმოცემის და აი ეს როგორ უყრიდი თავს, მე ეს არ მინახავს, ეს მახსოვს ერთი ადამიანის და მეორე, როდესაც შენ იყავი ჩემი გადაცემის სტუმარი და იყო ძალიან გახმაურებული გადაცემა თვითმფრინავის ბიჭები, სადაც აი სწორედ პირველად მოხდა ორი მხარე ერთმანეთის პირისპირ დაჯდა და რაღაც მომენტში თითქოს უკვე ყველაფერი ყირავდებოდა, იმიტომ რომ იქ არ არის ერთი სიმართლე, თითქოს ყველაფერი ყირავდებოდა და თითქოს ყველაფერი უფასურდებოდა და მანდ თქვი შენი სიტყვა, სადაც მღვდელთან მიმართებაში თქვი, აი ეს მე მგონი აი რაღაცა საოცრება იყო და აი იმ ადამიანების ადვოკატად დაგინახე შენ და ამან უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. თუ გეგა კობახიძეს არავინ არ მოუკლავს, ის ჩემთვის გმირად რჩება. და იმ ადამიანებმა, რომლებიც სასამართლოზე გამოდიოდით, აქ ხეთხართ ეს ადამიანები და მის მიმართ სიკვდილით დასჯა მოითხოვეთ, იმაზე ნაკლები მკვლელები არ ახართ, ვიდრე ისინი, ვისაც ახლა ასამართლებთ. გასაგებია? ის ადამიანები, ვინც სასამართლოზე გამობძანდით და მოითხოვეთ გეგა კობახიძის მიმართ, რომელსაც არავინ არ მოუკლავს, სიკვდილით დასჯა და მღვდლის მიმართ, იმაზე ნაკლები მკვლელები არ არიან, ვიდრე ის ადამიანები, ვინც ისროლა თვითმფრინავში. ეს ჩემი პოზიცია. კითხვა. დღეს აი მთელი ამ თანამედროვეობის, აი მსოფლიო კონტექსტში და ყველაფრის გათვალისწინებით. აი წმინდა ორატორულ ნიჭს და არა ლაქლაქს. კვლავ ესეთი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს? უფრო მეცაც გეტყვი. კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ექნება, იმიტომ რომ დანარჩენ ნაწილს მალე გააკეთებს ხელოვნური ინტელექტი. და მხოლოდ ეგ ნაწილი დარჩება ადამიანს. მხოლოდ ეგ ნაწილი დარჩება მოსამართლესაც, იმიტომ რომ მოსამართლეობას ჩვენ ალბათ ვერასდროს ვერ გადავაბარებთ ხელოვნურ ინტელექტს, იმიტომ რომ საკმარისია მოსამართლეობა ჩემი აზრით, რა თქმა უნდა, ისე იცვლება, საკმარისია მოსამართლეობა გადააბარო ხელოვნურ ინტელექტს და შენ უშვებ ისეთ ბერკეტს ადამიანი, უშვებს ისეთ ბერკეტს ხელიდან, რომელიც არის კონკრეტული ადამიანის ბედის შეფასება, გადაწყვეტა იმის სუბიექტური განმეორების. შენ სადღაც 1%-ს რო უშვებ, იმიტომ რომ ცადეს ეგ მომენტები, ხო, შეიძლება რაღაც ძალიან კონკრეტულ სიტუაციებში, სადაც ვიღაცა დასაჯარიმებელია, ფაქტობრივი გარემოებები შეუშვა და გამოიტანოს, მაგრამ
არსებობს ჩვენ საპროცესო კოდექსებში ისეთი რაღაცები, როგორიცაა შინაგანი რწმენა, რომელიც არ შეიძლება გქონდეს ჯერჯერობით დღევანდელი მოცემულობით, მაგალითად ხელოვნური ინტელექტის და მოსამართლის საკითხია. არსებობს ისეთი რაღაცა შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოები, რომელიც შეფასების მომენტია, ხა რამდენად იყენებს ამას სწორად ვიღაცა ამაზე ხარ საუბრობთ ახლა. ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში არის ის სივრცე, არსებობს ნაფიც საჯულთა სასამართლო, სადაც ცალსახად ადვოკატის როლი გაცილებით უფრო დიდია, იმიტომ რომ ესაუბრები არაპროფესიონალებს და დააწუნებ. მე არ ამგონია, რომ იურისტებმა ეგ, ასე ვთქვათ, ბერკეტი ხელიდან გაუშვენ როდესმე. რა თქმა უნდა, დაიხმარენ ყველაფერში, მაგალითად მოსამართლის თანაშემწის ფუნქცია შეიძლება ხელოვნურმა ინტელექტმა რაღაც ეტაპზე ძალიან კარგად შეასრულოს, მაგრამ გადაწყვეტილებას მიიღებს ადამიანი და კონკრეტული მოსამართლე. ღმერთო, ძალიან მძიმეა. ცნობილი ის რო არის რუბრიკა იმაში Vox და ეხლა უკვე ყველა მიბაძა. ჩამახედე ჩანთაში. ეხლა აქ რა თქმა უნდა მაგ ლეპტოპი, მე სადაც ყველაფერია. აი გაჯერც რომ ამბობ, ეს არის ერთ-ერთი ჩემი დიდი სიყვარული ბოლოდროინდელი. შენ შეგაყვარებ ახლა. ეს არის ელექტროფურცელი. რომლის მსგავსები აქ არის, მაგრამ თვითონ ეს რემარკებელი აქ არ არის. განსაკუთრებით ჩვენ თაობისთვის, იმიტომ რომ მაინც კალამზე დამოკიდებული თაობა ვარ. და შესაბამისად აძლევ კალმის ასე ვთქვათ, ნაირსახეობას, წერ ჩვეულებრივად ნახე და განცდაც იგივე გაქვს, როგორც კალმის წერის დროს. ახლა iPad-ზეც წერ, მაგრამ ის განცდა ვერ არის. ვაი. სვიად ამის ხედრებში. ახლა გადმატრიალის ზედმეტი რო წაშალო, ამით შეგვიძლია ეს საშლელი ხო. ახლა მას კარგი აქვს ის, რომ PDF ფაილს აგდებ. ანუ ესე წერ, მარკერი აქვს, შეგიძლია წიგნებიც იკითხო, შიგნი რაღაც PDF-ი ჩააგდო და იქ შენიშვნები აკეთო. ქართულზე არა აქვს, მაგრამ ინგლისურ ენას თუ წერ ტექსტად გადაყავს. და აქ ყველანაირი, ესე ვთქვათ, ფორმები, მაგალითად დღიური გინდა დღიურს გაძლევს, ნოტებისთვის გინდა რამე ნოტებს გაძლევს და ყველაფერი ეს ასევე გაქვს ტელეფონში და კომპიუტერში. აი რა თქმა უნდა, ხა iPad-ი შესაბამისად mini თავისი. აი, შენ ეხა ზუსტად ვიცი, აქ განგებ არ ჩადები რაღაც სასაცილო გაჯეტები რო გაქვს. არა, აქ მაქვს სამუშაო გაჯეტები, თუ ჩემი სასაცილო გაჯეტები აქ ვერ ჩაიდებოდა და ეგ რომ ეს ეხა იმისთვის რომ ინტერნეტთან იყო კავშირში და პროცესზე რო დაგჭირდეს სიტყვაზე კოდექსის პროგრამა რაღაცა ამის დიდი ვერსიაც მაქვს გააჩნია რომელი ჭირდება. რა თქმა უნდა ჭირდება ორსასმენი, რომელიც ყველაფერი როგორი მაშინ ის იმაში ის აპრებში რო იყო. ერთი Apple და მეორე მომლანენ ჩემი კიდე აი ეს ამაქვს ელექტრონული ხელმოწერისთვის, რომ შევერთდეს ამას რო სადმედან ლესტერს და რაღაცა არ ვირბინო, ხო, აუცილებლად. ის არის კაი რაღაცა ჩამოვიტანე. ამაში ყველანაირი გადამყვანია. რაც შეიძლება ამას დაგჭერდეს ერთმანეთზე. ხა. ეს არის ეხა ვიყიდე ეს კაი რაღაცა. რა არის? ეს ტენის ლეპტოპსაც, ტელეფონსაც და ყველაფერს, ანუ ტენის წყარო არ ჭირდება ხა ლეპტოპს განსაკუთრებით იშვიათად ტენის გარე ისინი რა ქვია დამტენელი. ეს მაგალითად სადმე რო ხარ და დავიდა და შეუძლია ესენს უყოლო მოამარაგოს და ერთ დატემა დაგიტანოს. დანარჩენი ხა ვინაიდან წერის სიტუაცია ეს სადაც ყველაფერი მაქვს. კალმები აქვს, რომელიც სხვადასხვა ეს მარკერია. ეს სიმპათიურია. ეს პიცის სერია, ეს მარკერია და ეს კიდე აი iPad-ის თემის ეს არის რა ქვია. ზიად. პროცესზე რო შედიხარ, რითი შედიხარ? არა ეს ყველაფერი ეს ჩემი ყოველდღიურობა. არა ეს ყოველდღე დამაქვს. აი ეს პროცესზე შედიხარ. ამას დამატებული ცალკე ჩანთით ის კონკრეტული საქმე, რომელსაც, იმიტომ რომ აქ მართლა ყველაფერი მაქვს იმ კუთხით, რომ ახლა ფლეშკებიც მაქვს აქ, სადაც შეიძლება რაღაცები მქონდეს დამატებით, ახლა ესეც მაქვს, ანუ გაგეცინება ყველაფერი განახოთ. ეს კიდე ამას შეერთებ და თუ დაგჭირდება ღამეში მოხდები გაანათებ. მოიჩვენე რა საყარებია. გაჩვენებ ამაში.
არა რა უნდა Ma მაჩვი კიდე. ხო მაგას გაჩუქებ, ანუ მაგას მასიზამის. სადუნეში ვარ ამას ნებისმიერ ტელეფონის შესაძლებლობებით თავში შეერთებ და ანათებს ბავშვების შესახებ ძალიან კაია ხამე და ისე აი არასდროს არ მithქვამს დასკვნითი სიტყვა არ წამიკითხავს. შენ ამზადებ მე ვამზადებ, რომელიც აუცილებელი არის სასამართლოსთვის, რომ იქ მომზადო ინსტანცია მასაჩვენებს. შენ წინაღამით კითხულობ შენთვის. აღარაფერს არ კითხულობ. აღარაფერს არ კითხულობ, იმიტომ რომ იმდენად რა თქმა უნდა თემაში ხარ. საქმეში შესული ხარ. არ კითხულობ, უფრო მეცაც გეტყვით, მე რომ იმის კითხვა დავიწყო შემიშლის ხელს, პირიქით. იმიტომ რომ ცოცხალი პროცესზე მე რეაქცია უნდა ვიცოდე, რომ რაღაცა ბევრი აღარ ვილაპარაკო, იმიტომ რომ ის მოთავებული სიტუაცია და სხვა არგუმენტზე მეტი მაქვს სასაუბრო, იმიტომ რომ თვალებში ვატყობ, რომ არ მომყვება მოსამართლე და რაღაც სხვაზე უნდა გადახვიდე? სხვაზე უნდა გადავიდე, ამ არგუმენტზე კიდე მეტი რაღაცა უნდა უთხრა, რომ მისი ეჭვი გავაღრმაო რაღაც კონკრეტული სიტუაციაში. ჩვენ დაგვკვიდეს იმება. დაგვკვინეს აქ რა ტყეში ვარ. ხო და თან ისე ვცდილობთ, რომ ისე წარმოვაჩინოთ, რომ ითო ჩვენი საუბრის ნაწილი. ბუნებას აქ ეხლა. ხო, ჩვენ წერთ გადაცემას ბუნებაში და პერიოდულად ცოტა ყვებენ, ესე ვთქვათ, შინდისის კოღოები. უნკლავდებით, იმედია გაძღებიან ცოტა ხანს დაგვანებთ. დაიწყო იმისთვის, რომ იყო ეგრეთ წოდებული დაჩა და ამოდიოდით საფულში, მაგრამ მე რაღაცა გადავიდა ტრანსფორმაცია განიცადა სახლში, ოღონდ რაღაცეები დაჩის რო აქ დარჩენილი, ახლა კიდე ხელი შევლება უნდა. აი ამ სახლის საფირმო ნიშანი არის ის ორი ხე ჩემთვის. იმიტომ ეს რო დარგი ამხელა იყო ზუსტად ჩემს სიმაღლე იყო. ეს არის მაგნოლია და ამას ჭირდება როგორი მოვლა იცით? ზამთარში სანამ ამხელა არ გაიზარდა, ყინვის გამძლე არ არის. ამას უშენებდი სახლს. რკინის კონსტრუქციიდან და სანამ არაცდა ხა მეორე სართულს, სულ ზამთარში სახლში მყავდა პარკები გარედან. ესეც იყო ამხელა, რო დავრგეთ. ოღონდ იყო, რო იციან, აი ფორმაში მოყვანა. იმის ზეთის ხიზმი არ მიყვარს გაკრეჭილი ხეები, ხო? ესეთი ცოტა ბელური მოგწონს, ხო, თავისი. გაუშვი და აი და შესაბამისად, ახლა იქეთ ნახე? ვაშლებს ნახე, რამდენი ესხია? იქეთ ვაშლები. რომელსაც კარგათაც იქეთაც ვხლები, ნახე წელს ნახე. ესე იგი ვაშლი ჩვენაც მოვწყვიტა. მოწყვიტო. ნახე. კორწაწის ვაშლი, მიჩურილის ვაშლი. ნახე მე რა მაქვს. წელს დარგული ოღონდა. 3-4 ვაშლი მყავს. ცხლებიც მაქვს, ოღონდ წელს რატომღაც ცხლებს კარგად არ ასხი. მაგრამ მაქვს. ვაიმე რა საყვარლებია. ჩემი 3-4 ვაშლები. ეს მსხალი. მაგრამ მაგ მსხალი ამხელა იზრდება. უბრალოდ წელს ცოტა აი ზევით არის ცოტა დიდი. აი. ჩემი 3-4 ვაშლები, ეს წელს დარგული 3-4 გადმორგულია და კიდე კარგად ადაპტირდა. ხო და ხეხილს და ზოგადად ამ ბაღს უვლის შენ, მაგრამ ბარწმუნე ადამიანი ხო, რომელიც მოდიან კვირაში ერთხელ, მაგრამ რა თქმა უნდა ეს ერთი მოსვლა არ ყოფნის. კვირაში ერთხელ. კვირაში ერთხელ, ხო, რომ ეს გაიკრიჭოს ჟიალონი, მაგრამ ხე არის ეს კიდე ერთი სიზუსტეა, რომელიც ამ ბოლო დროს ეს ყვავილებთან და ხეებთან ურთიერთობა დაემართა, შეატყობდი იქეთ, რომ მომატებული გძნობს შენ დამოკიდებულებას ღვინოსი არ იყოს. ცოცხალი ორგანიზმია. ნამდვილად, იმიტომ რომ თუ მიაგდე და თავისთვის ეს რაღაცას იზამს, შეატყობა ვერ იზამს. თუ ული უყვარს, როდესაც ყურადღების ქვეშ არის და აი გათენდა დილა. და ხარ მართლა ძალიან ბედნიერი ადამიანი. იმიტომ რომ ეს შენ დილა თენდება შინდისში, იმიტომ რომ იყო პერიოდი, როდესაც ჩვენ ორივე ვამბობდით, არა შინდისი ძალიან კარგია, მაგრამ ჩვენ თბილისის გარეშე არ შეგვიძლია და ჩვენ იქნა ვიცხოვთ. ნუ ეხლა უკვე მეც გეთანხმები და უბრალოდ ჩემები ჯერ ძალიან პატარები არიან. აი გათენდა დილა. გამოდიხარ? ხო, ეხლა ჩემი დილა განსხვავდება ჩვეულებრივი დილისგან, იმიტომ რომ მე გვიან ვიძინებ. და ისე გვიანი ღვიძე? შესაბამისად, თუ პროცესი არ მაქვს და არ არის ჩემი დილა არ არის 8 და 9 საათი რა. ჩემი დილა არის 10-11 საათი, თუ რაიმე არ მაქვს. ნორმალურად, ხო. შესაბამისად. ვიძინებ რომელზე? ვიძინებ 6-ზე, 5-ზე. რა? ხო, არა, მე ახლა 4-მდე არასდროს არ ვიძინებ, იმიტომ რომ არის რაღაც პერიოდი, როცა ყველას ძინავს
და მე მაქვს 3-4 საათი, როდესაც რასაც მუშაობ? ყველაფერს. აი მუშაობ თუ სამუშაო მაქვს აი ეს რაღაცების ნახვა მინდა გაჯეტების ინტერნეტში რაღაცა, ანუ ჩემთვის ვარ, ესე რომ ვთქვათ. ანუ ეს შენი დრო? ჩემი დრო არის. აი ჩემთვის ჩემი დრო. მე ძალიან ადრე ვდგები 7:30, ნუ 7:30-ზე. დილით ბავშვები საუზეში და რომ წავლენ და აი ის რაღაც პერიოდი არის ის ჩემი დრო, ის დილა, ნუ ხო, ჩემთვის ეგ ღამეა, რატო იცით, რომ დილით ყოველთვის ასე ვთქვათ, არ ვიყავი ხო არსებობა, მაგრამ დილა დიდად არ გიყვარს. დიდად არ მიყვარ, არც ერთ დილის წამყვანს, ასე ვთქვათ, რომელ გადაცემაში ვინ არის, არ ვიცი, რა დავიძახება დილის გადაცემაში. ძალიან არა, მივდივარ, მაგრამ ძალიან უცხოთა ვარ. იმიტომ რომ ხო იცვლიან ადგილებს და იმ კონკრეტულ დროს როდის მოხდა დილის გადაცემაში არ ვიცი. ამიტომ ცოტა უცხოთა ვარ დილის გადაცემებში, მაგრამ ეს დრო მაქვს, ხო, ახლა დღის განმავლობაში თლიანად სამსახურში გვიანამდე ვარ, 10-11-ზე მოვდივარ, იმიტომ რომ გვიან რომ მიდიხარ ხა იქ რაღაცა სიტყავს, იქ შენი დრო არა, მე სახში მოდიხარ, აქაც თავისი დრო ჭირდება და ყურადღება ჭირდება და ყველა რომ 11-ისა ნუ დილა დამიხატა შინდი. ხა ღამე ზიხარ ოთახში, გაჯეტები, გავიგე, მაგრამ აი ეს ჰაერი, აი ეს სიჩუმე, აი ეს რაღაცა კი, ამას რა თქმა უნდა, ეს ღამეც შევიგრძნობ ამას, განსაკუთრებით მესამე დრო და თბილისს გადავხედა მაშინ. ხო, ჩემ დილას დაემატა ის, რაც არ მქონდა რაღაცა 2-3 წელი ეს არ ყავა, მე ყავას არ ვსვამდი, მხოლოდ ნალექიან ყავას ვსვამდი და ვიყავი ჩაისტი, ესე თქვა. ხო. და ეხლა მე ჩემ ცხოვრებაში ყავა შემოვიდა ისეთი, ესე თქვა, დოზით და გაჯეტების კუთხის არ იყოს, ყველაფერი შევისწავლე, ყველანაირი აპარატი მაქვს, რომელიც შესაბამისად ყავა, ჩემი მწარე ყავა, რომელიც აუცილებლად მომწარო გემოს უნდა იყოს, ეს არის დილის შემადგენელი ნაწილი. ძალიან ლამაზი აუზი გაქვს. ხო, ეს აი ესეთი მინიმალისტური, კარგი და რაც მნიშვნელოვანია, მეგობრებო, დევს 3 შეზლონგი. მეოთხე სარძლოსთვის. ხო. თუ ეს ჩანაფიქრი არ არის. უცნაურ ამას გეტყვით, ართვის ეს ხშირად ჩავდივარ აუში და თუ ჩავდივარ ისეთ საღამოს, უფრო რომ მოვდივარ გვიან. არის რუჯები დარწმუნებული. არის რუჯები, მაგრამ ოჯახის წევრები ფრიად კმაყოფილიან. ძირითადად მათ მოხმარებაშია. ხა როცა თბილისში ძალიან ცხელა, არ ხშორის. რა თქმა უნდა, ეგ ხშელის და მაგრამ ხო იცი ესე ადამიანი. კი. ბათუმში რო ცხოვრობს ხალხი. ზღვაზე, სოხუმში ჩვენთან ბიზნესები და ჩემები საერთოდ დადიოდნენ ზღვაზე მარტო დილით. ამისად რაღაცა მომდევნო რაც იყო მე. და ეს არის შენი კიდევ ერთი სიამაყე, აი ეს ქვედა ზონა. ეს ერთ-ერთი ძირითადი რის გამოც მე როცა 15 წლის წინ არქავრობა ვიყიდე, იყო ამის არსებობა. ხო. რომელიც ცოტა უფრო ველურად იყო და ახლა ძალიან რაღაცა ბალახი მოაწესრიგე რაღაცები. სამწუხარო თბილისის გარშემო ამ ხეებს ყველას ერთ-ერთი პრობლემა აქვს. რაღაცა ყავთ შიგნი, რომელიც იწვევს რაღაც მდგომარეობის, მაგრამ აი ნახე, აი ეს ხმება, თუ რა შვება, თუ ავადარი. ავადარი, ოღონდ მთლიანად თან ისეთი რაღაცა აქვს, როგორც გავარკვიეთ, რომ არაფერი აშველის ეს რო გააკეთო, ხომ მოვარო მთლიანად მეზობელ ხეზია და გადმოვან გადავა. მაგრამ გამოსავალი ის ნახე, რომ დაურგე ესენი აბა, რომ მიყოს. ეს ნაწილი შეავსოს და დაკომები და რაღაცა, რომელსაც თავისი ყვავილები აქვს და აქ უკვე ზაფხულში ყოფნას არაფერის ჯობს. მე ყოველთვის ვეუბნები სტუდენტებს, მე აქ ერთი კურსი, რომელიც არის ესეთი ჯერ ვასწავლი წერას, ხელშეკრულებებს და რაღაცა, მე ცალკე კურსი მაქვს, რომელიც არის მათი ალაპარაკება, იმიტომ რომ ეს ცალკე პრობლემაა, როდესაც იურისტი ვერ ლაპარაკობს. აი მოდის მაგალითად არის სტუდენტი, რომელსაც არ უჭირს, ასე ვთქვათ, მეტყოლების პრობლემები კი არა. დეფექტი არა. აი ვერ ლაპარაკობს. აუდიტორის ვასწავლე მთელი სემესტრის განმავლობაში იმას, როგორ მოუხსნა ეს კომპლექსი და უხსნი თითქმის მაგალითად. არა, მე მყავდა ერთი ბიჭი მყავდა, რომელიც აი მიხვდებით ტიპას, სულ უკან იჯდა ყოველთვის.
და სულ კრიტიკულად იყურებოდა, ანუ არც ერთვებოდა არაფერში, ახლა მეთოდები სხვადასხვა, მან ეგ დამთავრდა იმითი, რომ ჯერ გადმოжდა წინ, მე კიდევ უფრო წინ და მე აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო გონების პატრონი იყო. მე მაგისტრატურაში ჩააბარა და მე დღემდე ურთიერთობა შენარჩუნებული გვაქვს. და ის რომ მე გამომეყვანა და ანუ იქ სადაც ხვები გამომყავს, იმიტომ რომ გამომყავს ცარიელ ადგილას, ისეთ ადგილას, სადაც ვერაფერს ვერ დაეყრდნობიან, სადაც ვერაფერს ვერ დაეგან. მთელი ეს უხერხულობა, რომელიც საუბრის დროს აქვს გოგონების, რომ ფეხი მას ქნა ბიჭებმა რო ხელები უკან წაიღონ, ჯიბებში ხელი არ უნდა ქონდეს, რაღაცა ისეთები, ან სასამართლოში თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ზიხარ და ჯიბებში ხელი ხარ და ისე ელაპარაკე მოსამართლეს. ხო არა, ქანაობ და ისე ელაპარაკე მოსამართლეს. ვერა. ბევრი ისეთი რაღაცაა, რომელიც ანუ კონცენტრირება უნდა იყოს შენ ნათქვამზე და არაფერმა ხშირში მე მიყვარს ხელში კალმის დაკავება, მაგრამ ხშირ შემთხვევაში კალამსაც კი როცა ასწავლიან, საზოგადოებრივად კალამსაც კი ზედმეტად თვლიან იმისთვის, რომ ყურადღება თუ ძვირფას კალამი გიგავია ხელში, ყურადღება უნდა გადაატანინო რაღაცაზე, ხო? ამიტომ ესეც ცალკე ეს ხა მე გამოცდილებით და მე ვნახე რაღაცა დაწერილი თორე გამოცდილებით მივედი მაქამდე და ჩემი მთავარი მიზანი არის, რომ ლაპარაკო ბავშვები, იმიტომ რომ წარმოგიდგენიათ იურისტი, რომელიც ვესაუბრობს, თავიდან უჭირთ ვაძლევ იმის საშუალებას, რომ ხა აუდიტორიასთან როცა მუშაობ კიდე, როცა შენ საუბრობ, საკმარისია რომ შენ ზოგადად ილაპარაკო ცაში იყურო, ან ერთი ვიღაცა აღმოაჩინო, დაკარგავ დანარჩენ ადამიანებს. ანუ ვასწავლი, რომ მთელი ამ საუბრის განმავლობაში გადაანაწილოს ყურადღება. ვაძლევ საშუალებას. მათ შორის გამოხედვა, გადახედვა. აუცილებლად. და თუ გადახედვა არ ყოფნის, რა უნდა ქნას, რომ მიიქციოს ყურადღება. მათ შორის იმას, რომ დანარჩენებს ვაძლევ საშუალებას და თუ ყურადღება მოაკლოს, აურიოს ამას საუბრის შეუშალოს ხელი, იმიტომ რომ შენ ხელს გიშლიან როცა ლაპარაკობ პროცესზე, მეორე მხარე ყოველთვის ცდილობს რომ შენ ხელი შეგიშალოს. რაღაც ეტაპზე ვაწყვეტინებ, ხელახლა ვაწყებინებ ამის კეთებას, იმიტომ რომ რეალურ პირობებში მოხდეს. იქ ვარდით ით მოფენილი პროცესი არ არის, შენ დაიწყებ საუბარს და მე ხო ბევრი ხელი შემშლელი ფაქტორია, მათ შორის უხილავი. მეორე მხარე შეიძლება სპეციალ კარგად თუ მიდის რაღაც კონკრეტული მის არგუმენტაცია, შეიძლება რაღაც ეტაპზე ესეთ რაღაცა ჩაურთო, რომ რაღაცა ამოვარდეს კონკრეტულად თუ შევატყვი რომ ვარდება და ყოფილა ესეთ ერთი მეჩხუბა ძალიან ლამაზად. თუ დამანებეო თავი ხო ხვდები რომ ვაცადე ხო და ახლა ამას რო შეგატყოს მეორე მხარე ამას გაგიკეთებს, იმიტომ რომ მისი მიზანია რომ არ მიიტანო ბოლომდე სათქმელი. რა თვისებები უნდა ჰქონდეს ადამიანს, იურისტს, რომ მოვიდეს თქვენთან და ჩვენ ხო შენობით ვართ ხო და შენი საიყვანო სამსახურში. ხო, მოდი ესე ვთქვათ, სამსახურში აყვანა და მათი სწავლება მე გაყოფილი მაქვს. სამსახურში ვიყვან, როდესაც სამსახურის გაფართოების საჭიროება მაქვს. მაგრამ მე ყოველთვის ხო, უნივერსიტეტში როცა ვიყავი, ექსპერიმენტი მქონდა დაწესებული თესეულში, სტაჟიორები და პრაქტიკებზე მომყავთ. ეხლაც მომყავს, აი ეხლა ორი ადამიანი მოვა, რომელსაც ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე რამდენიმე თვის განმავლობაში, აი იმას, რასაც უნივერსიტეტში ვერ ასწრებენ, ვასწავლი. რა თქმა უნდა, ეხლა თუ ძალიან კარგი ეს ჩემთვისაც აწყარა, თუ ძალიან კარგი აღმოჩნდა, იმას მე ვიტოვებ. ხო და ერთია თყო, აი ძალიან კარგი აღმოჩნდა, აი რა არის ეს თვისებების? ყველაფერი ერთად. ნუ აი მაგალითად წერის კულტურა, მეტყველების კულტურა, ცოდნა, რომელიც აქვს ამაში გარდასახვის სიტუაცია და მე რისთვის მჭირდება. იურისტი არის ორი სახის, ერთი პროცესზე გამოსვლელი იურისტი, მეორე დოკუმენტებთან მომუშავე და კორპორატიული იურისტი. კონკრეტულად შეიძლება ერთი უნარჩვევა არ ქონდეს და მაგრამ კარგი იყოს როგორც კორპორატიული იურისტი და პირიქით როგორც კორპორატიული იურისტს არ ქონდეს პროცესი. რა საჭირო ძალიან იშვიათია, როცა სრულყოფილად ყველაფერი აქვს. ახლა მყავს ერთი ჩემი სტუდენტი, რომელიც ყველაფერი აქვს. რაც შეიძლება კონდეს თავის ასაკთან შეუსაბამო. და ასეთებს ვიტოვებ, რა თქმა უნდა, მაგრამ თუ არ ვიტოვებ, ნებისმიერ შემთხვევაში ვეხმარები, რომ ცხოვრების გზა ნახოს. იმასთან რეკომენდაციას ვაძლევ, ხა მაგალითად ერთი ჩემი სტუდენტი ჰარვარდში ჩემგან წასული რეკომენდაციით დაამთავრა უკვე. მეორე ხა მომწერა ამერიკულ უნივერსიტეტში დაამთავრა, მესამე ეხლა ჩაირიცხა ამერიკულ უნივერსიტეტში, მეოთხე მგუშინ წინ მომწერა, რომ რაღაც საჯარო სამსახურში წირდება რეკომენდაცია და ამას მე რაც შემიძლია ვაკეთებ და შეიძლება 3-4 წელი გავიდეს და არ გამახსენდეს, მაგრამ ვიღაცას დაჭირდეს გამახსენდება, ოღონდ
მე უნდა შემეძლოს პასუხისმგებლობის აღება მასზე. უნდა ვიცოდე ისეთი დონისა, რომ ვიღაცას რო ურჩევ, აქ ნეპოტიზმი გამორიცხულია, იმიტომ რომ შენ იმასაც ეხება, ასე ვთქვათ, რეპუტაციას. შენი რეპუტაცია, ხო. ამიტომ ამაში ჩემ ადგილსაც და როსაც ხედავ, იმიტომ რომ ერთი სირთულის წინაშე დგანან. დასაქმებისას გამოცდილებას თხოვენ და გამოცდილებას ისევ ერიძენენ თუ არ დაასაქმებდა. ამიტომ ამ წრეში ვარდებიან ძალიან ცუდში. თან ეს თაობა ცოტა მეტად ამბიციურია. ეხლა და ამ წუთას უნდა შედეგი. ანუ 3-5 წელი დროში შეზღუდულ დროში და ამიტომ მოკლე მანძილებზე ანებებენ თავის მიზანს. კი, ეს ახასიათებს ამ თაობას. და შესაბამისად ამაზე წინასწარ ვაფრთხილებ. რომ დრო უნდა. დრო უნდა ამ პროფესიას განსაკუთრებით. ხო. შენ რა გინდა რომ კარგი ცნობილი ადვოკატი გახდე, რომელსაც ანაზღაურებები მე ნორმალურად ექნება თუ ეხლა გინდა საშუალო შემოსავალი. სხვადასხვა რაღაც. აი, მივადექით ანაზღაურების თემას. შენ ითვლები წარმატებულ და ერთ-ერთ შემასწორი თუ არ ვარ მართალი. ერთ-ერთ ყველაზე ძვირად ღირებულ ადვოკატად საქართველოში. ეს ასეა? მოდი ესე ვთქვათ, ეგ ხშირად გამიგონია და არანაირი სულიერ მომხრე შევეწინააღმდეგო. იყოს არანაირი პრობლემა არ აქვს, თუმცა მე მაქვს იურიდიული ფირმა, სადაც 10 ადვოკატი არის, ხო, სადაც ჩვენ ყველა ტიპის საქმეები და მათ შორის ძალიან ბევრი საქმე გვაქვს უფასოც. რომელთაც ჩვენ პრობონოთ ვემსახურებით ისეთ ადამიანებს, რომლებსაც ამის საშუალება არ აქვს. მათ შორის ისეთ ადამიანებს, რომელსაც დაგვიწყია შეთანხმებით ისეთებთან მომსახურება, რომელსაც რაღაცა უნდა გადაეხადათ, მაგრამ რაღაც კონკრეტულ სიტუაციაში შეგვიხედავს, მოგვიგია კიდევაც ის საქმე და თანხა არ გამომირთმევია, იმიტომ რომ შეუძლებელი იმას ის რომ გამოართვა, მისთვის აღარაფერი არ რჩება. ასე რომ მაგრამ თქვენ რასაც გულისხმობთ ამ შემთხვევაში კიდე თქვენ შეიძლება გულისხმობთ ამ შემთხვევაში რა არის იცით ხშირად შემჩნევა ესეთი რამე იმაზე მეტად ძვირადღირებულად წარმოუდგენია ხალხს ვიდრე რეალურად არის. იმიტომ რომ ძალიან რო გაუფუჭდებათ საქმე მერე მოდიან. ხო. რა დროსაც იმდენი აქვთ გადახდილი, რამოდესაც მე შეიძლება არც გამომერთვა. ხო, 1, 2, 3, 4, 5 ადვოკატს გამოიცვლიან, რაღაც საქმე გაფუჭდება და იმ დროს მოდიან, როდესაც მეც ხო ანაზღაურება უნდა გამოვართვა ამ კონკრეტულ სიტუაციაში, მაგრამ ხშირად ვეღარ შველი ამ საქმეს, შველი, მაგრამ ნაწილობრივ მენანება, იმიტომ თავიდან რომ მოსულიყო, სხვანაირად განვითარდებოდა, მაგრამ საბოლოო ჯამში მოდიან ტექსტით. ახლა როგორც მითხრეს, ყორძაძე თუ გიშველის, მაგრამ ვეღარ შველი. ახლა დაახლოებით ექიმის პროფესიას ავითარ, იმკურნალებს ექიმბაშით, იმითი, ამით ახარჯავს რაღაცას და მიდის მერე რაღაც სტადიაზე რო აქვს. ადვოკატები საქართველოში და ეს საჯაროობაში გულისხმობ, აი არიან ადვოკატები წარმატებული, აი რომელთა ესე რაღაცა გაგვიგია, გამიგია, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ აი პრინციპში ძალიან იშვიათად ჩნდებიან ტელევიზიით, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ძალიან რეზონანსული კი რაღაც ესეთი საქმეები გქონდეს, არიდებენ თავს. აი ესეთ საჯარო. არიან პირიქით პრაქტიკულად ყველა თემის კომენტირებისას, არა მხოლოდ მათი საქმის და ეს არც ეს არის ცუდი, არც ეს არის ცუდი და არც მოგეთ ეს ჩემი შესაძლებელი ნამდვილად არ არის. შეხარ სადღაც შუაში. აი როგორ მოვიდა ეს როლი, აი როგორი შენ ჩამოყალიბდა ეს ზვიად კორძაძედ, რომელმაც აი ეს ამ ზღვარს იცავ. კარგი სიტყვა თქვი, მე არასდროს არ ამირიგდებია თავი, როდესაც ჟურნალისტს დავჭირვები ვარ, მაგრამ არასდროს არ დამიხარჯავს ძალისხმევა, რომ გამოჩენილიყავი ზედმეტად. ანუ მე ამდენი ხანი არასდროს არაფერი არ გამიკეთებია იმისთვის, რომ არა, მოდით ესე ვთქვათ, რომ მაგალითად სპეციალურად მოხვედრილიყავი რაღაცის ფურცლებზე, მაგალითად პაუზა მქონდა და გამორჩენილიყავი მეტი დამეხარჯა პიარისთვის ან რაღაცა. არანაირი აქტიურობა ამ კუთხით არ მქონია, მაგრამ მე ვიცი, რომ ჟურნალისტს როცა ჭირდები, იქ თუ არ გავუკეთე კომენტარი, ეს მის საქმის შემადგენელი ნაწილია და აღალატებ. ანუ როცა გირეკავს ღამის 11 საათზე და მეორე დილის გადაცემა აქვს და როცა გეუბნება რომ არ ახსენო ხა დღევანდელ ღამეს რო ჩავწეროთ, იმიტომ რომ დილის და იქ რო ეტყვი რომ მე ხა წამოგორებული ვარ ჩემთვის უყურებ რაღაც ფეხბურთს და ვერა. ნუ იმიტომაც უყარხარ ჟურნალისტებს, მედიას ძალიან უყარხარ. შესაბამისად, რამდენჯერაც არ უნდა დამერეკოს, იმდენჯერ მივცემ ამ სიტუაციას, მაგრამ
არასდროს იმისთვის მე პირიქითაც მithქვამს კლიენტისთვის, რომ მოდი ახლა მე არ გამოჩნდები, უნდა გამოჩნდეს სხვა. იმიტომ რომ გაცვეთადია. შენ ესეთი ძალიან აქტიური, ძალიან საინტერესო წევრი იყავი Facebook საზოგადოების და ხარ რაღაც დრომდე. აი ამ ბოლო დროს შევატყე, უბრალოდ ხამგადაცემის ჩემი მზადებოდი, მანამდეც დიდი ხანია ვფიქრობდი მოკლედ შენზე და არც უკვე აი ისეთი აქტიური ზვიად კორძაძე არ მე მახსოვს ადრე ლექსებსაც წერდი გახსოვს. ახლა ვწდებ, ხო, ალაგ-ალაგ სიტუაციისთან მიხედვით. ხო, ნუ ახლა ზოგჯერ ისეთ სიტუაციაა რა ლექსის დასადების მომენტია. ზოგჯერ სიტუაციის შესაბამისი. ზოგჯერ სიტუაციის შესაბამისი. მაგრამ ამან იკლო და არა მარტო შენ, აი რამდენიმე ადამიანი, რომელიც აი ჩემთვის ძალიან საინტერესო და პატივსაცემი, მოკლედ ამ შოუს საინტერესო ზოგი საერთოდ ვეღარ ხედავ. აქვთ ისე თქვა თავისი გვერდები. აი რატო? პირველ Facebook-მა დაკარგა ჩემი აზრით, ახლა მე ხო მიფიქრე ამაზე. რატო არა მაქვს სურვილი რომ დავუშვათ იგივე. ჯერთ Facebook-მა დაკარგა ის ალგორითმი, რომელიც ქონდა. Facebook-ი უფრო გახდა სარეკლამო პლატფორმა. თუ შეატყობ, უფრო მეტჯერ გიგდებს ასე ვთქვათ, ამის რეკლამას, იმის რეკლამას, ვიდრე ხო, შესაბამისად, სხვა ფულის კეთებაზე გადავიდა, ვიდრე შენი მეგობრების თუნდაც სიახლეებს. აღარ გიგდებს. შესაბამისად, Facebook-ი ჩემის აზრით აღარ არის საზოგადოება, სადაც ჩვენ ყველა ერთმანეთის შესახებ უფრო მეტად აგდებს კომერციულ თემებს, ვიდრე მაგალითად თუნდაც შენ რამე დადო ან სურათი დადო ან რაღაცა. ხო, შესაბამისად ეგ ერთი. მეორე მე გამაღიზიანა Facebook-მა ქართული Facebook-ის თავისებურებამ, რომელიც ნიშნავს იმას, რომ Facebook-ზე რაღაცას თუ ვიტყვით და მოვითავით, გონია რომ საქმე გავაკეთეთ. ყველაფერი მათ შორის სამშობლოდ შეგვიყვარდა, რაღაცების შევცვალეთ, ყველაფერს იქ ვაკეთებთ და საბოლოო ჯამში არაფერსაც არ ვაკეთებთ. ეს იმდენად აშკარა გახდა, რომ მე მგონია ამ ქვეყანას თუნდაც ორი კვირით რომ გაითიშოს Facebook-ი, უცებ დაეტყობა უკეთესობისკენ. ხო და გონია რა თვითონ ამ პლატფორმამაც ახლა ახალგაზრდობაც გაეცალა. დიდი ხანი, მეგონი არც იყო. Instagram-ზე რო გადავიდან ის ახალგაზრდობაც გაეცალა, მე მთლად ჯენზის არ გულისხმობ, რომელიც TikTok-საც გაეცალა უკვე. ან არსი დაკარგა თვითონ და ეს ჩაანაცვლა, ეხლა თუ დააკვირდებით YouTube-მა და ამ პოდკასტების სიმრავლემ, სადაც ადამიანებმა დაიწყეს თავისი აზრით ამ ფორმით გაზიარება და რატო? პოდკასტს და YouTube არხს და იქ გამოთქმულ რაღაცას და თავის გვერდების, ან მაგალითად TikTok-ზე თავისი რაღაცების წარმოებას ისა აქვს, რომ ის უარყოფით ემოცია ლანძღვა, გინება და რაღაცები, რომელიც მე ვეძებ Facebook-ზე ზოგჯერ პოსტს, რომელსაც შეიძლება არ ქონდეს უარყოფითი კომენტარი. მაგალითად დაიბადა 4 ტყუპი და ყველა ლოცავს. ვიღაცა მაინც ამოაგდებს, რომ მაგ 4 ტყუპს ჩენა ხო ჭირდება. ვიღაცა. ხო, რა გაჩენინებდა ხო, ანუ ამას ხო ვერ ისეთი პლატფორმა, რომელსაც ვერ გააკონტროლებ. ხა ჩაყვე მე და ამას ვინც ამბობს, იმას შეიძლება თავის ისეთი პრობლემა აქვს, რომ იმცეთ ცუთხაზიათზე იყო იმ კონკრეტულ მომენტში, მაგრამ არ არის ის ობიექტური ემოციების გაძლიერების ადგილი და ამან გამოიწვია მე მგონი იმ ადამიანების გაჩერებაც, სხვებისაც, იმიტომ რომ Facebook-ზე მე რაღაცას თუ წერდი და რაღაცას თუ წერდი შენ და სხვებიც, ეს იმიტომ რომ უზიარებდი სხვებს და გინდოდა მის აზრს. რაღაცა შევა ვეთახობოდით, რაღაცას არა. ამას გაცდა და უფრო გახდა და ამას ალბათ კიდევ უფრო იმას შეუწყო ხელდო, რაც უფრო საზოგადოება მხარეებად იხლიჩება. იქ არგუმენტები კი არა მთავარი, იქ მთავარია რომელ მხარეს ხარ და ადამიანები ისე ნათქვამი, ადამიანები ჯერ იჩენ პოზიციას და მერე კამათობენ. მერე ეძებენ არგუმენტებს კამათისთვის, სწორედ არავინ არ კამათობს იმისთვის, რომ პოზიცია ჩამოიყალიბოს. ეს ჩვენ პირიქით არის ეს ყველაფერი სამწუხაროდ, თუ დაუკვირდები ძალიან ცოტა ადამიანი, უფრო მეტად მეცნიერები კამათობენ მარტო იმისთვის, რომ ჭეშმარიტებას მიაგნონ. იცი რა პერიოდი მინდა გაიხსენო, როდესაც ჯანმრთელობის პრობლემა შეგექმნა. აი როგორ მოხდა, როდის მოხდა, რამდენი წლის იყავი, რამ განაპირობა, რა გამოცდილება იყო ეს შენ ცხოვრებაში? ეს იყო ალბათ ერთ-ერთი მთავარი იმის ტრიგერი და გამშვები
რამაც დღეს ამათ ჩამომაყალიბე, იმიტომ რომ მიკუშას ხნის ვიყავი, 23 წლის ვიყავი, მე რო ეგ სიტუაცია დამეწყო, რომელიც იყო გულთან დაკავშირებული პრობლემები, რომელიც იდენტიფიცირება ვერ მოახდინეს, რის გამო იყო. დაიწყო არითმია, რომელიც იყო მუდმივი ფორმის. არითმიები 2 და 3 დღე რო გრძელდება, საავადმყოფოში ხდება ადამიანი და უხსნიან და ეს მოცემული არითმია მე მქონდა 17 წლის განმავლობაში. რაღაც ეტაპზე წლის განმავლობაში მე ახლა ძალიან ბევრი საშუალებებია ახლა დიაგნოსტიკის და რაღაცების შეცვლის, მაგრამ მაშინ ხო წარმოგიდგენიათ რა მე გესაუბრები 95 წელს. ხო, რაღაც ეტაპზე 1 წლის მერე ისწამალი რაღაც შევატყვე, რომ მე ასე ცხოვრებას თუ გავაგრძელებდი, რა აზრი მქონდა ახლა მე გულით ამემართებოდა რამე თუ ემოციურად ან და დავანებე ყველაფერს თავი და ჩვეულებრივად დავიწყე ცხოვრება ამ პრობლემით. ჩვეულებრივ ცხოვრებაში იყო ვარჯიშობდი, ჩვეულებრივად ვსვამდი კიდევაც, ჩვეულებრივ ცხოვრებით ცხოვრობდი. იმ დაშვებით, რომ ამას მე ყურადღება ვერ და არ უნდა მივაქციო. მაგრამ ვეცნობოდი, ასე ვთქვათ, ამ სფეროს განვითარებას, რომ როდის დადგება. მე 2000 წელს რაღაცა დადგა, წავედი გერმანიაში, ცადეს გამოსწორება, არ გამოვიდა არაფერი, დავანებე თავი დავბრუნდი იმ ფულით, რომლითაც უნდა ოპერაცია გამეკეთებინა, მანქანა ვიყიდე და გამოვიშვი. ჩამოვედი, ხო ვიწევ იქ რამდენიმე დღის განმავლობაში მივიკეთეს ეს მაცოცხლეს რაღაცები, რომ პულსი გაესწორები და თუ ვერ გამისწორეს, თან ყველაზე უცნაური იყო ამ ყველაფერში ის, რომ ორგანულად არაფერი არ მჭირდა. ანუ იმ ხნის განმავლობაში, რა ხნის განმავლობაშიც მე არითმია მქონდა, გული უნდა შეცვლილიყო და გადიდებულო. არაფერი გარეგნული სხვა გამოხატულება არ მქონდა. მაგრამ ამას 2011-ში დაემატა სხვა რაღაცა, რომ ესეთი ერთ-ერთი ფიზიკური აქტიურობის დროს ამის ნიადაგზე დამეწყო ისეთი ტიპის არითმია, რომელიც ნახევარსაათში კლავსა და აი ფეხბურთელებს ამ ბოლო დროს რო წაიქცევიან იმაზე მოედანზე და მე რო აცოცხლებენ. ხო და ეს რო გადამიყვანეს საავადმყოფოში ეგ მოხდა ქვია შევარდენი ხო უნივერსიტეტ ფეხბურთს თამაშობდით და მაშინ მოხდა ფეხბურთს თამაშობდი ფეხბურთის თამაშის დროს ხო ფიზიკური დატვირთვის დროს მოხდა და ხო 300 ავიდა პულსი ქვევით დავარდა და ნახევარ საათი იყო იმისთვის რომ რჩებოდი თუ არა მიმიყვანეს სასწრაფოთი რომ დამარტყეს რომელიც არ შეიძლებოდა ეს დარტყმა ის დეფიბრილაცია რო გამიკეთეს, რომელიც არ შეიძლებოდა, იმიტომ რომ 17 წელი მოცემული არითმია მქონდა და ამ დროს დეფიბრილაცია არ შეიძლება, იმიტომ რომ ჯერ უნდა გაათხელოს სისხლი და ამ დროს ინსულტის განვითარების სიტუაცია და რო დამარტყეს ამ რისკის რო გარისკა ვიღაცამ, გაქრა როგორც მოცემული არითმია, ისე ეს არითმიას და რა? მოვედი აზზე, როცა მოვედი აზზე, აღარც არითმია მაქვს და აღარც არაფერი. ხო. რას ლაპარაკობ? ამას ხო როგორც აუხსნელი იყო ეს 17 წლიანი სიტუაცია, ასევე ვერ აიხსნა ეს რატომ მოხდა. მაგრამ იმის გამო რომ ეს ყველაფერი იყო, ეს კარდიოდეფიბრილატორი რომელიც არსებობს და სხვაგან, მე ჩამიდგეს, რომელიც მუდმივად უნდა მედგეს, იმიტომ რომ როდის განმეორდება ეს კაცმა არ იცის. მე რაღაც წელიწადში ერთხელ ეს მერვეორდება, არა იმ ფორმით, არა მოცემციმეს კუთხით და მე ხა ან ჩემი გამეორდება. მოცემციმე არითმიის ეპიზოდი, რომელსაც ძალიან თუ ვინერვიულებ ამის დაწყების დროს ესასწორებს და ძალიან ცუდი განცდა, იმიტომ რომ გირტყამს, ოღონ გირტყამს ასე გონია შიგნიდან აგეხადა თავი. განსაკუთრებით პირველად იყო ეს ვარ ვიცოდი რა განცდა იყო. ეხა ვიცი როცა და თუ ძალიან მომიდი დავიდები დავარტყამს, მაგრამ ბოლოს უკვე იქამდე მივედი რომ თუ არა ნორვიული და დაიწყო ამდენს არ ვხარჯავ მივდივარ და ვაძილებენ და ისე მიხსნიან. წელიწადში ერთხელ მიწევს ეგ სიტუაციები, ეხა სასაუბროთ, ეხა ცოტა ის არის ეს, მაგრამ სანამ შევეჩვეოდი ამ თვითონ ამ და ყველა საინტერესო ის არის, ეხლა რომ გადამიღოთ გულზე რამე არაფერი არ ჭირს. ხო და აი ამ პრობლემამ ნახეთ რატო ამან განაპირობა ის რომ მე არ გავჩერდი. ანუ სულ მქონდა განცდაში, თავიდან ისე არ იყო განვითარებული სიტუაცია, რომ საში იყო, არ იყო. სულ მქონდა განცდა, რომ მოსასწრები მქონდა რაღაცა. იმიტომ რომ როდის რა დამემართებოდა, კაცმა არ იცის და ეს მოსასწრები ეხლაც გადასული მაქვს ჩვევაში. რომ რაღაცა, იმიტომ რომ მე 2011 წელს რაც დამემართა, იქ ცოტა სხვა რამე შემოვიდა, იმიტომ რომ მე რო გადავრჩი იმ დარტყმის მერე და თან ინსულტის გარეშე და ჩვეულებრივად
მე ჩემი ექიმა მითხრა რომ 2% იყო ამის შანსი. ახლა იმდენად დიდი წარმოდგენა თუ გაქვს თავის თავზე, საკუთარ თავზე რომ შენ ისე გამოგარჩია სამყარომ რომ ანუ ჩავთვალო რაღაც კონკრეტული მისია გააქვს და იმიტომ დაგტოვეს აქ და მოდი მოძებნე ეს მისია, მე ჩვენ გვისაუბრე ამაზე ეს მისია ალბათ უფრო სიკეთის კეთება, ადამიანებთან ურთიერთობა და იქაც დავიწყე რაღაცის ძებნა, ამან კიდე გააიოლა, მაგრამ ეგ მოსწრება მე ჩვევაში ჭამის დროსაც კი ძალიან სწრაფად რო დრო არ დავკარგო. ხო, ეგ ალბათ სტუდენტობის დროინდელი რჩევაცაა, მაგრამ ამან დიდად განაპირობა ის, რაც ახლა მე ვარ და რო გითხრე ხა ამით უმაყოფილებლად ხო არა. იმიტომ რომ გაცილებით უფრო მოშვებულად ვიცხოვრებდი ალბათ. თუ ესეთი ტიპის რაღაცა თუ აი მოსწრება და ტიპაჟზე ვლაპარაკობთ, აი თუ კი სპორტის სახეობას ავიღე, მე მაგალითად ძალიან მიყვარს იოგა. ნუ გოგოებს და უფრო აი შენ მაგალითად იოგა ტიპის საერთოდ არ ხარ, ესე მგონია. არა, მე უფრო აქტიური. კალათბურთს თამაშობდი. მე თამაშობდი, მაგრამ აი ასაკმა მოიტანა თქვა. აგერ ბატონო, ბურთი, მოედანი, ფარი და ვისროლოთ. ვისროლოთ, თუ მაგ ჩავაგდოთ, აბა. მაკლარის რი? ახ, კაი, არ ვიცი. მე ვერ მოვარტყო, ვიცი ხა. რას ვერ მოვარტყო? არა, არ მინდა. მოდი ახლა ესე. რატო ვისვრი ზოგჯერ ესე მაყვარან ცხულად არ ვიცი. ვისვრი? ესე? ალბათ ჩავაგდე. გვიყურეთ შეხვედრებში იკა ხოფერიასთან ერთად. ჩვენი სტუმარია ზვიად კორძაძე. ყოჩახ, ბრავო! რომელი სპორტის სახეობა ხარ დღეს ზვიად ხო, კორძაძე? ეხა თუ მომეცემა საშუალება ისევ კალათბურთს, ხა ფეხბურთს ვეღარ დიდ მანძილებზე ნაკლებად, მაგრამ შენ რასაც ამბობ, ეხა იოგა, ასე ვთქვათ, რაღაც მედიტაციის ამბები, რაღაცა, ეს ალბათ ასაკობრივია, რომელიც არის არა იმდენად სპორტული ნაწილი, ამდენად სამყაროს შეცნობის და საკუთარი თავისთან ჰარმონიაში მოსვლის სიტუაცია, რომელსაც ახლა იოგა იძლევა, იმიტომ რომ ეს მარტო სპორტი არ არის, უფრო ნუ ჩემთვის არის უფრო სპორტი და სუნთქვა. ხო, რომელიც სუნთქვას და რა თქმა უნდა გააზრება იმ მოცემული მომენტის და ანუ რაღაც სხვაზე კი არა ფიქრი, ანუ ესე. ზენ იცი რომ ამ სუნთქვასთან მიმართებაში მაგალითად ისეთ უცნაურ რაღაცას კეთყვი, რომ ლოცვებს რო დაუკვირდე ისი არის ლოცვების შედგენი და დადილი, ამოსუნთქვები გიწევს იმ ადგილას თუ მართლა გულით ლოცულობ, რომელიც ასევე იწევს, რომ შენ მედიტაციურ მდგომარეობაში შეხვიდე. ანუ ეს რაღაც ერთიანი ცოდნა, რომელშიც შევდივართ და რომელიც ალბათ ჩვენ ცხოვრების და შენ და რელიგია მე მიმაჩნია რომ ვარ მართლმადიდებელი ქრისტიანი კულტურულადაც და რელიგიურადაც მე მართლა მგონია რომ ჩვენთვის ჩვენი ერისთვისაც და ასევე კონკრეტულად აი ქრისტეს გზა არის ღმერთისკენ მიმავალი გზა, ამით განსხვავდება ჩემი აზრით რელიგიები ერთმანეთისგან, ანუ ღმერთისკენ მიმავალი გზით. მე ესე ვუყურებ მართლმადიდებლობას, რომ ქრისტეს გზა, ქრისტიანობა, მის მიერ ნაქადაგები ის ღირებულება, რომელიც სამწუხაროდ ცოტა უფრო შორს გას საზოგადოების ადამიანი გამოეკლესიიდან ახალნაზიარები და შეიძლება ბეჭი რო გაარტყა ეს ბეჭი რო გითხრე ხარ რომ მე ძალიან ეკლესიურად ცხოვრობ, ვერ ცხოვრობ და ეკლესიურად ცხოვრებამდე ჯერ შეგნებულად უნდა მიხვიდე, ანუ ატრიბუტიკა არ არის მთავარი, მაგრამ მანდ ვარ. თუმცა ძიებას ვაგრძელებ, შეცნობას ვაგრძელებ და რაც უფრო მეც ვნახულობ და ვეცნობი, მაგრამ აი რო გიჭირს ხო ყველაზე მეტად აი მისი მე იმიტომ რომ ღმერთთან ურთიერთობა არის ყველაზე მეტად ინტიმური რამე და იქ ღმერთთან ურთიერთობის მთავარი გასაღები არის სიყვარული. თავისთავად ქრისტეც თუ გზად მიგაჩნია სიყვარულია. ხო მეც ყველაფერს არ გასწავლდი და სიყვარულს გასწავლდი და ყველაფერში და ამ სიყვარულით ადამიანებმა მოვკალით. ახლა ჩვენ იმის გააზრება რომ თუ გინდა იმის გააზრება რომ ღმერთი იყო ჩამოსული დედამიწაზე და ჩვენ რა ვქენთ და მოვკალით. აი იმან რომ ამითი აიკიდა მთელი ცოდვა და წაიღო და შეგინდო გასაგებია, მაგრამ შენ ხო მოგალი. ილია რო ყავდა შენ ხო მოგალი. და მე რო იძახი რომ დიდი ილია ყავდაო და ჩვენ ილიაო ჩვენ ხო მოგალით ის ილია.
ამიტომ ხო ხო შესაბამისად იმის სიდიდე რომ იმაში არის რომ დაუშვათ ქრისტე იყო ჩვენ ერისთვის ილია იყო შენი როგორც ადამიანის სიდიდე ამ პასუხისგებლობას მე როგორც ადამიანი ქრისტესთან მიმართებაში ვიზიარებ და ილიასთან მიმართებაში მიუხედავად იმისა რომ არ დაბადებული ვიყო ამაში და ვიზიარებ ნუ კაცობრიობის ნაწილი ხარ ესეთები ვართ და შესაბამისად ამის გააზრება შენ თუ მოწყვეტავ საკუთარ თავს კაცობრიობას და მე მაგას არ ვიზამდი ყველა დაუკვირდეს საკუთარ თავს დღეს რა ვშვებით სხვა ადამიანებთან მიმართებაში რატო გონია რომ ვინმე ილია არ იბადება და არ დადის ახლა და არ ქოლავთ ჩვენ ძალიან ცუდი კომენტარებით არ ვაკნინებთ მის გამოჩენას ვიღაცა შეიძლება უფრო დიდი რამის თქმა უნდა მაგრამ საერთოდ ერიდება რამის თქმას იმიტომ რომ ზუსტად იგივე ლილიას და ნიკო ნიკოლაძეს რა უქენით იგივე დავიჭირეთ ადამიანს რომელმაც თუ რამე იყო შესაძლებელი ყველაფერი გადმოიტანა ამ ქვეყანაში ეიფელის კოშკის შემქმნელიდან ბორჯომში გადმოტანიდან დაწყებული ფოთის დაარსებიდან თბილისში კანალიზაცია რო არის და რაღაცნაირ ყველაფერი თუ რამე ფული იშოვა და იმ ფულით წამოვიდა და ბორჯომში ძალიან ბევრი და აქ ჩახედე ისტორიას რა დღეში იყო პატივცემული რას ფიქრობდი იცი შენ ცხოვრობ ტიციან ტაბიძის ქუჩაზე აი ეს ქუჩები ძალიან მომწონს. შენ მგონია რომ ეხლა დღეს რომ მოვიდეთ მე ვიცოდი შენ სადაც ცხოვრობ და შენ ცხოვრობ ტიციან ტაბიძის ქუჩაზე. მე შინდიში ვცხოვრობ ამას წინათ ანუ ვიცოდი სადაც ცხოვრობ თუმანიშვილის ქუჩაზე. ქუჩაზე და მე და შენ ჯავახიშვილის ქუჩით მოვდივართ თუმანიშვილის ქუჩაზე და ტიციან ტაბიძის ქუჩაზე. კარგ ქუჩებზე ვცხოვრობ და თავიდან არ ერქვა. მე და არქვეს ეს სახელი. კარგ ქუჩაზე ტიციან ტაბიძის ისტორია კიდე ერთი ეს არის დამახასიათებელი ძალიან იოლი არის ხა რომ თუნდაც ვიღაცა აი დახვრიტეს მე რა მთელი ტრაგედია ადამიანების ტიციანს მე პაულო რომიამატო იმა რატომ მოიკლა თავი ხო რომიამატო ეს ისტორია უცებ აღმოაჩინება ადამიანებმა ერთად ისე გაწირეს სხვა ადამიანები რომ მათ ვინც ხელისუფლებაში იყო ისე შეეძლოთ ისე მოეკლოთ, გაექროთ. სხვა ხმას არ იღებდა, ვერ იღებდა. და ამას რო დაუკვირდები და ამით რო წაიკითხავ ტიციანის ლექს უკვე მარტო ის კი არ მოგეწონება იქ რო რაღაცა სამშობლოს უმღერის და რაღაცა. ამხელად კივილი მოყვებოდა ამ ყველაფერს. გალაქტიონს ძალიან ბევრს გონია რომ ისეთი ხმა ქონდა. არ ქონდა გალაქტიონს ეგ ხმა, საერთოდ სხვა ხმა ქონდა. გალაქტიონმა ხმა შეიცვალა, ცოლი დაუხრიტეს და ვერაფერს ამბობდა. და მაინც ლექსებს წერდა. ესეთი რუბრიკა მინდა გაჩნდეს შეხვედრებში. ეკას, რა ვიცი, სკივრი. ან შეხვედრების სკივრი. სადაც მინდა რომ გავცვალოთ ჩვენი საყვარელი გამოთქმები, ქართული გამოთქმები. ჩემთვის მე ხა ფილოლოგი ვარ და საერთოდ არ მაქვს პრეტენზია რომ რაღაცა ესეთი განსაკუთრებული ქართული ვლაპარაკობდი. მაგრამ ძალიან მიყვარს, ძალიან მომწონს ვეძებ და ასე შემდეგ. ეხლა მინდა კითხო. აი შენი საყვარელი გამოთქმა ან სიტყვა ქართულ ენაში, სალიტერატურო ენაში აი რომელია? გაგვიზიარე და გვაჩუქე. მე ჩარჩენილი მაქვს ხშირად ხდება ისე რომ ჩარჩენილი მაქვს სკოლის პერიოდში გახსოვს საზეპიროები რო ქონდა. როგორ არ მოხსოვს? რაჟამ სიტყვის ბნათ აღაღის პირითვისი და წესი განუჩინის ენათაც ამას ვიყენებ ვიღაცა კარგად რო ლაპარაკობს. ოდეს ყოფილა არ საქამომდე დედათა და მამათა ეჭამას პური და ძალიან მიყვარს სვეცხოველთა რო გავივლი. ხვლიკისფერი? ხო ხვლიკისფერია იგი მსხივებით განათებული შემოდგომისას ოქროცული, ახლა რომ წუხრის შემოდგომისას თუ ვარსკვლავიანმა ცამას დაადგა თვალის ეცას მიეჭრება ისე რომე ჰარმონიით აღსილი ხაზების ესრაფა ხასწავლი იყო ეკაც ისეთ რაღაცებს და ფერები გამოიგონა ისეთი იმდენი ფერია და რო შედიხარ და იმ ფერს რო ხედავ ნამდვილად ფერები გამოიგონა ისეთი რომელიც მხატვრობაშიც არ არსებობდა ხო მეწამულის ფერი რაღაც აფლის ფერი რაღაცები კონსტანტინეს აქ
ძროხის თვალება შედარება. ქალი რომელიც რო უთხრა ხა ქალს ძროხის თვალები გაქვს, შეიძლება შეურაცხყოფად მიიღო და რო დააკვირდები, ის იმხელა კომპლიმენტი, ისეთ ლამაზი თვალები აქვს ძროხას, ხო და საყვარელი რაღაცა. ჩვენი სიტყვებთან კიდე არ მეუბნები ხარ ინტერვიუში გითხარი. გრიგოლ ობახიძის ენა მიყვარს ძალიან, რომელიც აბსოლუტურად განსხვავებულია და ფრაზას რაც შეეხება შენი სკივრისთვის ამ ბოლო დროს რაც ხშირად მიტივტივებს იმას აქ დათეუნება მუშნი შენ საკეთებელსაც და ჩემ საკეთებელსაც ჩვენი ძმობის სიწმინდა ჯობია მუშნი ის რაც ახლა ამ ქვეყანაში ხდება ამ ფრაზაში რჩება საკეთებლები დამთავრდება და მე შესახედი გვექნება ერთმანეთისთვის ეს საკეთებლები ყოველთვის არის საკეთებელი კომუნიზების დროსაც იყო საკეთებელი რაღაც მაგრამ ამ საკეთებლებს ზევით იდგნენ ადამიანები და ამ საკეთებლებს ზევით თუ დგახარ მაშინ ხარ საზოგადოება თორე საკეთებელის შიგნით თუ ხარ კოლექტივი ხარ მაშინ ეს განსხვავება კოლექტივსა და საზოგადოებაში და ეკას სკივრისთვის შეხვედრების სკივრისთვის ჩემი სიტყვა მეც მინდა შენ ჩემი საყვარელი გამოთქმა სიტყვა გაჩუქო გაგიზიარო ამასინად ირაკლისთან ერთად ვკითხულობდით ნაწარმოებს და ნოემბერი თუ ოქტომბერი რომ განახევრდება და აი რო წავიკითხე ეს განახევრდება იმიტომ რომ ჩვენ ვიცით თვის მიწურულს თვის დასაწყისში მიწურულს და ასე შემდეგ და აი ეხლა როდესაც მე და შენ წერთ გადაცემას როდესაც ეს გადაცემა გავა ეთერში სექტემბერი რომ განახევრდება და მგონია რომ აი ისეთი ლამაზია ეს ჩვენი ენა სასწაული ულამაზეს ასე რომ ჩვენგან შეხვედრების სკივრიდან ჩემგან განახევრდება ეს თვეზე შეიძლება გავავიყენოთ წელიწადზეც ლამაზი სიტყვა ემოციაზეც პრობლემაზეც აი ის რომ განახევრდება ძალიან ლამაზი და ზვიადის ეს თქვათ სკივრის სიტყვების და გამოთქმებით შეგიძლია გამოიყენოთ წავედით ბარბალეს მარანში წავედით ბარბალეს მარანში ვართ ერთ-ერთ მარანში სულ პირველ მარანში და ზვიად შენამობდი რომ ეს არეულობაო უხდებაო განგეპარვალაკებო ხო ეს არის სულ პირველი ადგილი სადაც რაღაცები დავიწყე ხამდე მარანიც სადაც ღვინოკეთება სხვაგანა მაქვს უშუალოდ ბარბალოს მარანი რაც არის ეს შენობა კიდეს მაგრამ ეს არის დედა ადგილი და ეგ დედა ადგილობა სადასტურებს ეს არის 2013 წლის ეს არის 14-ის აი ეს სცენი არის კიდე 14 წლის რაღაცები, როდესაც ასე ვთქვათ, მე გადავწყვიტე რო ექსპერიმენტებს მორჩი 2003 წლიდან და 14 წლიდან მაქვს ღვინო. ესე იგი შენ მორჩი ექსპერიმენტებს 2003 წელს 2003 წელს საერთოდ დავიწყე ამ რაღაცის კეთება 2013-მდე რაც იყო მე გამოვხადეს უყურებელს ერთად იმიტომ რომ ჩავთვალო ცისადა შეცდომის მეთოდით რაღაცები ვისწავლე, ეხა იულია შედარებით და 2014-დან მაქვს ღვინოები. ოღონდ ბაზარზე გამოვიტანე 2020-ში და გაყიდვაში რაც მაქვს 17 აი სად იყიდება შენი ღვინოები ახლა? ხო, ჩემი ღვინოები ახლა შემდეგ აგიფრთხილო კარგი ამბები, იმიტომ რომ ამას ჯერ არ ასე ვთქვათ ვაპიარებდი. საქართველოში 1000 მოსავალში ახლა ხან აგვარჩია გასტრონომმა, როგორც საუკეთესო ღვინოებს შორის და უკვე გასტრონომშიც ავართ წარმოდგენილი 8000 მოსავალთან ერთად გერმანიაში ჩემი ღვინოები იყიდება ამერიკაში 2 წელია უკვე, სადაც 2 ოქროს მედალი აიღო კონკრეტულ ღვინის ბარებში და ესე ვთქვათ, ეხლა ხანს გერმანიაში წაიღეს 100 ქართული ღვინო, საიდანაც ჩემი კონკრეტული ღვინო გამოირჩა ერთ-ერთი და დაიბეჭდა კონკრეტულ ჟურნალში, რომელიც ძალიან პრესტიჟული ამბავია, ოღონდ ჯერ ეს გარეთ არ მithქვამს და შენ გეუბნები პირველად ცდილობ რომ ჯერ ხარისხს მივაწიო და მე ვიძახო რა და როგორ. იმიტომ რომ მე პატარა მარანი მაქვს 5-7000 ბოთლი და მე რაოდენობაზე არა რომ ყველაზე ნუ ჩვენ ხო ყველა ხვდებით რომ ყველაზე კარგი, ყველაზე ღირებული, ყველაზე კიდე სხვა ეს პატარა მარნებიც არის სხვა რა თქმა უნდა ბრენდებთან ერთად. საშუალოდ რა ღირს? ყველაზე ძვირი. ხო, ეხლა მე მაქვს ღვინოები30 80-მდეც და ალბათ ეხლა ამის ძველი ნაწილი რომელიც არის 4-ხანური საფერეს უფრო ძვირიც იქნება, იმიტომ რომ 20-30 ბოთლი მაქვს დარჩენილი 2020 წლის, რომელსაც აღებული აქვს 95 ქულა ყველაზე
პრესტიჟულ კონკურსზე, საერთაშორისო კონკურსზე და ეს ძალიან მაღალ საფასო სეგმენტშია და ბევრი медали აქვს ამ ღვინოს. დანარჩენი ქვედა ზღვარი არის რაღაც 25 ლარიდან. და ისეთებია. ჩემი სიამაყე არის ეს, არის მეორე, რომელიც არის ორხვი. ზვიადის სიამაყე. ხო? ორხვი ეს არის ჩემი დედულეთი არის, ტვიში იცით, ალბათ ღვინო გაგონია, იმის გაღმასოფელია. საიდანაც ყურძენი მომაქვს. აი ამ ორხმა იყო ამერიკაში ოქროს медали, რომელიც ჩემთვის განსაკუთრებით აღსანიშნავია. ასევე მაქვს ქართული შარდონე და ქართული აქ მოყვანილი შარდონე და მალბეკი, რომელსაც ასევე ძალიან დიდი მოთხოვნა არის, ესე ვთქვათ, ქართულ ბაზარზე, თითქმის 8000-მა 2 წლის სიტუაციაში ამოყიდა და მე თვითონაც ძალიან მომწონს ჩვენი შარდონე, იმიტომ რომ იმერული ნიადაგს კარგად მოერგო და იმდენად კარგი ყურძენია, რომ ძალიან კარგი ღვინო გამოდის. კახურებიც მაქვს მაყულის ღვინო, მაგრამ მე ხა შენ დაგალევინე კი ბატონო. შაშანწიდელი მოსავლის უსახელაურს 29 ქონდა შაქრიანობა ამას და მე მგონია რომ ერთ-ერთი ღვინო როგორ აიცი შვილს არ აქეთ ისე ღვინოს შოქება და ხო და მაგრამ ეს ის შემთხვევა როდესაც მგონია რომ ეს გასახსნელი მიყვარს იმიტომ ნახე ვაზის ის არის საფრანგეთთან არის ჩამოტანილი და ვაზის ხაზია გაკეთებული მოსახერხებელი არ არის მაგრამ ლამაზია რომ ნახოთ რა გამოვა აბა დაია ძველებური გასახსნელია ძალა რო ჭირდება ამ მოსაღებად აბა ხო ის არა აქვს ასე თქვათ ხო რა ქვია იმას არ ვიცი და არ დაგესხმას აბა ბრავო ცოტა მეტყვი რომ დამიმატე ვიცი არა ვერ ვიდრე ჩავწერდეთ ფინალს ჩვენი გადაცემის როგორ უყურებ შენ აი ამ ტენდენციას რომ ეს ჯანსაღი ცხოვრების წესი და ეხლა კიდე ახალი ტენდენცია წავიდა ალკოჰოლის წინააღმდეგ რომ ეს ალკოჰოლი მავნეა მამის აი ხშირ შემთხვევაში რა ვიცი უტოლებენ სიგარეტს და ასე შემდეგ აი რას ფიქრობ რამ წამოიღო ეს მე ვერ წარმოვიდგენია ქართველი ალკოჰოლის გარეშე ოღონდ ღვინის გარეშე და ეს არის ალბათ ჩვენი ესე ვთქვათ გადარჩენის ერთ-ერთი საიდუმლოც, იმიტომ რომ ამაში არის მიწასთან მის ძალიან დიდი რაღაცა. ეს ხო მზე არის. ჩემ არას ქვია ბარბალეს მარანი და ბარბალე ეს არის ჩვენ წინაქრისტიანული ღმერთი, ქალია თან და ყოფილების ხალხი. ეს ხო მზე არის. მზე გადმოდის მტევანში, მე მტევანს ხრებ და დაწურო, გადადის მაჭარში, მე ღვინდება და მე გადმოდის ჭიქაში. ჩვენ ახლა მზეს ვსვამთ, რომელმაც მიწა გამოიარა. ახლა ამ მისტიურობის გარეშე ეს ქვეყანა ესე ვერ იარსებოდა. ოღონდ ამას აქ ხო, შენ მიწას და თან მიჯაჭული ხარ იმას, რომ ეხა ეს არის უსახელოური. მოდის კონკრეტული ერთ სოფელში. სადაც უნდა გადარგო, კარგი ღვინო იქნება, მაგრამ ეს არ იქნება. ამიტომ შენი მიწის გემო ექნება. ოღონდ ამას აქ ერთი მნიშვნელოვანი უნდა იცოდე, რომ ეს დალიო იმდენი რომ შეგერგოს. თუ თრობა გინდა, თუ ცუდ ხასიათება დავიწყება გინდა არსებობს სხვა ალკოჰოლური სასმელები. ვიცი, ისმენდი გორგილაძესთან. რომელთაც ერთხელ შეგიძლია მე ტეკილა მაქვს მაგალითად. ეხლა ტეკილა რატო? კარგი ცხოვრების წესისთვის ტეკილა გადება აგავასგან, რომელიც არც შაქრიანი დიაბეტის მქონე ადამიანებისთვის არ არის ცუდი, არც პახმელიას არ იწვევს, იმიტომ რომ სხვა შაქრებია იქ, არა? მაგრამ ჩვენ არ უწევთ პროპაგანდას, ხო? არ უწევთ. ეს ადამიანმა თვითონ უნდა იცოდეს, რისთვის ჭირდება ქართველს ღვინო ჭირდება და დასალოცად. ხო. არა დასათრობად. ხო, თუ ღვინოს ლოცვას ახმარდა, ლოცვა მანდამაინც ეკლესიაში კი არ უნდა იყოს. სუფრალოც ლოცულობ, იმიტომ რომ გიყვარს ადამიანები სიკეთეს საფრთხე, ამისთვის არის ჩვენი ღვინო. ამას ვერ მოუწყობებით, არა შეხება ჯანსაღი ცხოვრების წესს. შენი არ იყოს. მეც ფორმულის ძიებაში ვარ. სად არის ეს ასე ვთქვათ ოქროს შვალები, სადაც არც იტანჯები. და ჯანსაღი და რო გითხრა, ნახე თქო, მაგრამ საღაც გარშემო რო ვტრი. მაგარ ვერ ვიპოვიცია. თვითონ ძიების პროცესია კარგი. კარგი. თქვი, იცი რა, სადღერძლო კი არ უნდა რომ თქვა, აი
რა მთავარ სიტყვას ან რაღაც მთავარ სათქმელს, აი რასაც შენ აი დაუკავშირებდი. პირველ რიგში მინდა შენი გადაცემა დავლოცო. იმიტომ რომ მე შენ მიმაჩნი ხარ პროფესიონალად. პროფესიონალებს გარდა მეგობრობისა, პროფესიონალებს პატივს ვცემ ზოგადად. რახან პროფესიონალმა გადაწყვეტა იმ საქმის განახლება, გაგრძელება და ახალ ეტაპზე აყვანა, რომელიც მისია, მე დარწმუნებული ვარ, კარგი გადაცემა იქნება. ამიტომ რო არ დავლოცო, მე გულდამწყდება, რომ ეს კარგი გადაცემა რატო არ დავლოცოთ. და არა, იმიტომ რომ მე მგონია, რომ მანდამაიც ჩემი დალოცვა რამეს წაადგინა. მეორე, ვინმე რომ მითხრას ზოგადად თუ 1 საათი გრძელო არჩი ქართულსურაზე რა სიტყვა. ხო, აბა. დაფიქრდები ადამიანი, დაფიქრდები და ალბათ მაინც სამშობლოს სადღეგრძელოზე დახვდა. იმიტომ რომ სამშობლოში და ერთიანდება ყველაფერი. შენი სიყვარული დედის, მამის, მშობლის, წინაპრის, შვილის, მომავლის, ყველაფრის მიმართ, იმიტომ რომ იდენტიფიცირებას ერთადერთი ადგილი, სადაც ჩვენ ინდივიდუალობას ვკარგავთ და ხვდებით საერთოს ნაწილი, სად არის? სტადიონი. სადაც ჩვენი ნაკრები თამაშობს და აღარ გვაინტერესებს ვის ვეხუტებით გარშემო და ანუ სამშობლოს აქვს რაღაც ისეთი, რომელიც ძალიან ღირსეულად გაკარგინებს ინდივიდუალურობას და ეკვრების სხვა ადამიანებს იმ სამშობლოსთვის. ამიტომ ჩვენ ქვეყანას გავამარჯოს, რომელიც სულ იქნება, ჩვენს მოგვინელებს, ჩვენ ჯოვარისებსაც მოგვინელებს უკეთესებით, უბრალოდ ჩვენ გვაქვს სურვილად ჩვენ ქვეყანას კარგად მყოფს მოვესწროთ. და სულ მცირე იმას მოვესწროთ, რომ ჩვენ შვილებს დავუტოვოთ ისეთი, როგორც ჩვენ გონია, რომ კარგი. ამიტომ მოდით ჩემ სამშობლოში შენ გადაცემას. გაუმარჯოს. ზვია ძალიან დიდი მადლობა. აი მართლა რო დავასრულეთ, მივხვდი კიდევ ერთხელ, რომ აი რასაც გრძნობა ადამიანი და ეს კიდე გამოცდილებასაც მოაქვს, თუმცა მგონია, რომ ნებისმიერ ასაკში მე ვიყავი მართალი, აი ზუსტად ის მივიღეთ, ის ემოცია, ის სიღრმე. რა ვიცი, მე შენ მართლა ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ. გეთანხმები, მადლობა გადაცემის დალოცვისთვის და მე კიდევ მიყვარს აი სიტყვა სიკეთე და აი მგონია, რომ ბევრი კეთილი ადამიანი, ბევრი სიკეთე, ბევრი კეთილი ამბები და ასე შემდეგ. ეს იყო შეხვედრები ეკახოფერიასთან და გამოიწერეთ ჩვენი გადაცემა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და თქვენს გარეშე ეს გადაცემა ვერ შედგება. მადლობა. აბა გამისინჯ. ემოცია მაინტერესებს. აი მე ძალიან მართლა ზვიად ყოჩა. ხმამაღლა თქვი. ძალიან გემრიელია. ბარბალეს, მაგრამ რა ქვია ამ ღვინოს კონკრეტულად უსახელაური. აი მე არ მიყვარს აი ეს ტკბილი რას, მაგრამ აი აქ არის აი ეს რაღაც საოცარი მართლა გემო. მე მიყვარს გემრიელი ღვინო. ბიჭების გასინჯავენ ახლა დაინტერესათ უცებ. აბა, მადლობა და წარმატებები ჩემი გადაცემაში. შეხვედრამდე.